მშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. 4 წელი და 6 თვე ასეთია მომიტინგე მათე დევიძის საქმეზე დამდგარი განაჩენი. საუბარია 21 წლის ბიჭზე, რომელიც 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს. მან სამართალდამცავს დროშის ტარი მოუქნია, რა ფაქტზეც გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაციით დაიწყო. რა სიგნალია მათე დევიძის საქმეზე? გამოცხადებული განაჩენი დღეს მათეს ისტორიაზე საუბრით გავხსნით გადაცემას, თუმცა ვიდრე სტუმრების შეფასებებს მოვისმენთ, იქამდე დავიწყოთ ჩვენი კორესპონდენტის ეკალე მონჯავას ჩართვით, რომელიც უფრო მეც გვეტყვის 21 წლის მომიტინგის ბოლო პროცესის შესახებ. ეკა, საღამშვიდობის დღეს ძალიან ემოციური საბოლოო სიტყვა ქონდა მათე დევიძეს და პირადად მე არ შემიძლია მისი განცხადების ჩაკითხვა და გაცნობა საზოგადოებისთვის. იქნებ შენ მაინც შეძლო და გითხრა რა იყო და უკვე მსჯავრდებული დემონსტრანტის, ასე ვთქვათ, საბოლოო სათქმელი სასამართლოსთვის და ზოგადად რა მოხდა დასკვნით პროცესზე. სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიაჩი თქვა მან და დატოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზი და ამ სიტყვების წარმოთქმიდან რამდენიმე წუთში მას უკვე 4 წლითა და 6 თვის ვადით განუსაზღვრეს თავისუფლების აღკვეთა. მან სასამართლო პროცესზე საკმაოდ ემოციური დასკვნითი და საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მიესალმა მის მეგობრებს, შეკრებილ საზოგადოებას, უთხრა რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ სანახავად დადიოდა მთელი 8 თვის განმავლობაში სამართლო პროცესზე და დღეს ეჭვობდა ის, რომ იქნებოდა ბოლო დღე, როდესაც ის საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სასამართლოს სხდომათა დარბაზში ნახავდა. მოსამართლეს უთხრა, რომ ის დატოვებდა სასამართლოს დარბაზს, ვინაიდან ვერ შეძლებდა განაჩენის გამოცხადებას დასწრებოდა. იმდენად ემოციური იყო 21 წლის ბიჭის სიტყვა, რომ ის მისი სიტყვის წარმოთქმის დროს დარბაზში ადამიანები ტიროდნენ, თავადაც ნერვიულობისგან რამდენჯერმე შეწყვიტა სიტყვა. მოსამართლემ მას შესთავაზა, რომ დამჯდარიყო, დამშვიდებულიყო და ასე გაეგრძელებინა მისი სიტყვა. როგორც უკვე გითხარით, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. სავარაუდოდ მისთვის მსჯილი წლების შესახებ მან საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისგან გაიგო. რაც შეეხება მოსამართლეს, მან 50 წუთზე ნაკლები იფიქრა ამ გადაწყვეტილებისთვის. მთელი 8 თვის განმავლობაში განიხილავდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამ საქმეს და ეს არის რიგით მეორე განაჩენი, რომელიც ახლა დანიშნულმა მოსამართლემ გამოიტანა, თუმცა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა საქმეზე მისთვის არის პირველი განაჩენი. ის ასევე განიხილავს ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის საქმეს. დღეს რამდენჯერმე დაიძაბა სასამართლოს შენობაში სიტუაცია. დილიდან განსაკუთრებული ოდენობით იყვნენ აქ სამართალდამცავები, მობილიზებულები. აქტივისტებს სურდათ სასამართლოს სხდომათა დარბაზთან ბანერების გაშლა, ამ დარბაზთან მიახლოება, რისის საშუალებაც მანდატური სამსახურის თანამშრომლებმა მათ არ მისცეს. ამას მოყვა დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა. რამდენიმე პირი აცხადებდა დღეს, რომ მათ ამ ფიზიკური დაპირისპირების დროს ფიზიკური დაზიანებაც მიიღეს. როგორც უკვე გითხარით, სასამართლოს მთელ პერიმეტრზე, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე დიდი ოდენობით იყვნენ სამართალდამცავები, მობილიზებულები. განაჩენის გამოცხადებას ხმაურით შეხვდა თავად დარბაზში მყოფი საზოგადოებაც. შეუძლოდ გახდა მათე დევიძის დაცა. ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმა უკანონოდ გაუშვეს ციხეში და მას არ მოუწევს 4 წელი და 6 თვის ციხეში გატარება. ეზოში იმყოფებოდნენ ასევე საპროტესტო აქციების ფარგლებში სხვა დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები, მშობლები და მათთვის საკმაოდ ემოციური და მძიმე იყო დღევანდელი დღე, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ რადგან 21 წლის მათე დევიძის ციხეში გაშვება მოხდა, არც მათი ოჯახის წევრები იქნებიან გამონაკლისი და მიიჩნევენ, რომ სასამართლო საკმაოდ მკაცრი იყო ახალგაზრდის მიმართ. შესაბამისად, ყველა ფაქტობრივად ცრემლებით და ტირილით შეხვდა მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას. მონებო, სირცხვილია, გეშინოდეთ, ამ სიტყვებს სკანდირებდნენ დღეს სასამართლოს ეზოში შეკრებილი ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრობდნენ 21 წლის მათე დევიძეს და შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე ერთ-ერთი სენსიტიური იყო და საზოგადოებასაც საკმაოდ ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა მათე დევიძის საქმის მიმართ, ვინაიდან ის მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულებიდან ერთ-ერთი
ყველაზე პატარა მონაწილე არის აქციის მონაწილე. თავადაც გამოირჩეოდა იმით ეს სასამართლო პროცესები მთელი 8 თვის განმავლობაში, რომ მათე დევიძე თითქმის არ საუბრობდა არასდროს. ერთადერთხელ დააფიქსირა მან პოზიცია სასამართლოს ხდომათა დარბაზში და მაშინაც თქვა, რომ მას მისი მუსიკალური ინსტრუმენტი გიტარა ენატრებოდა. საზოგადოებას ეს სიტყვები, ამ სიტყვებით მან დაამახსოვრა თავი და როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ ემოციურად იყო განწყობილი ამ საქმის მიმართ საზოგადოების ნაწილი. როგორც უკვე გითხარით, ხმაურის ფონზე იყო აქ დღეს სასამართლო პროცესი. ახლა უკვე 21 წლის დემონსტრანტი გლდანის მერვე პენტენციურ დაწესებულებაშია, სწორედ იქ მოიხდის ის 4 წელსა და 6 თვეს. კომენტარი არ გაუკეთებიას ხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებს, ასევე პროკურორს შესაბამისად უცნობია რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, თუმცა დიდი ალბათობით ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ნახოთ რა გადაწყვეტილებას განაჩენს დააყენებს მეორე ინსტანცია და შეუცვლის თუ არა 21 წლის მათე დევიძეს განაჩენს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ზოგადად კანონმდებლობით 21 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სხვადასხვა შეღავათები არის ხოლმე გათვალისწინებული. მათე დევიძე კი სწორედ საპატიმროში გახდა 21 წლის შესაძლო დანაშაულის და უკვე დანაშაულად შერაცხული ქმედება. მან სწორედ 20 წლის ასაკში განახორციელა. შესაბამისად შეიძლებოდა პროკურატურას მის მიმართ გარკვეული შეღავათები გამოეყენებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და როგორც უკვე ჩვენმა მაყურებელმა იცის, 21 წლის ბიჭს პენტენციურ დაწესებულებაში გისოსებს მიღმა 4 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს ყოფნა. მადლობა ეკა ინფორმაციისთვის. ეს ეკა ლემონჯავა იყო საქალაქო სასამართლოდან. ახლა კი სტუდია და წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე და სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე იმყოფებიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ზვიად, მოდით თქვენით დავიწყებ და რა თქმა უნდა დღევანდელ გადაცემას ხსნით სწორედ მათე დევიძეზე საუბრით, ბიჭს, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე თბილისში თელავიდან დადიოდა და რომელიც 19 ნოემბრის აქციაზე, მელიქიშვილის გამზერზე გამართულ აქციაზე დააკავეს. დღეს მოსამართლემ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მართლა მინდოდა ჩამეკითხა და მაყურებლებისთვის გამეცნო მისი საბოლოო სიტყვა, რომელიც ძალიან ემოციური იყო, თუმცა არ ვიცი, მისი ასაკის შვილი მყავს და მე პირადად დღეს ეს არ შემიძლია, ამიტომ პირდაპირ კითხავთ, რა თქვა დღეს პოლიტიკურმა და სასამართლო ხელისუფლებამ 21 წლის ბიჭის ამ განაჩენით. ეს მარტო დღეს არ უთქვამს, დღეს კიდევ ერთი ფურცელი დაწერა და გადაფურცლა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია თქვა, რომ ის აკეთებს ძალადობის სახელმწიფოს, ის აკეთებს ზიზღის სახელმწიფოს და ის აკეთებს ჩაგვრის სახელმწიფოს. ის ამას არ მალავს და მთელი ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ ამ კონკრეტულ საქმეებზე ვხედავთ ახლა, ხო? რომ ეს პოლიციელები, რომლებიც დადიან და უცხოდ იტყუებიან და იგონებენ დანაშაულებს, მათ შორის მათეს ისტორიაშიც ის სამი პოლიციელი, რომელიც ყვება ერთი ჯოხის მოქნევით, როგორ შეიძლება სამი პოლიციელი ისე დაზარალდეს, რომ მათ იმ მასშტაბის ტყუილები მოყვნენ შემდეგ სასამართლოს ხდომაზე, ის პროკურორები, რომლებიც ხედან ამ სასამართლოს ხდომებზე, ის მოსამართლეები, რომელიც იხილავენ ამ საქმეებს, ეს ყველანი არ წარმოადგენენ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემას. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც პერსონალურად დამოუკიდებლები არიან, ან იცავენ მათი დამოუკიდებელი საჯარო ინსტიტუციების ინტერესებს. არა, ეს მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის და ბიძინა ივანიშვილმა ეს შეძლო, რომ ეს მთელი მართლმსაჯულების სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა ჩაისვა ჯიბეში და მიიღებს ის გადაწყვეტილებებს, რომელიც მას უნდა. ეს არ უკავშირდება მხოლოდ ამ 50-მდე ადამიანს, უკვე 50-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ სინდისის პატიმრებად, პოლიტპატიმრებად. ის ასე მოექცევა ყველას, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომელსაც საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ, ხო? საპატიმრო დაწესებულებაში. ჩაგეკითხოთ, სინათლის საძიებლად უსასრულო წვდეათში ეს იყო ფრაზა, რომლის შემდეგაც მათე ეს არის ფრაზა, რომელთაც მათე მიმართ ამ თელს საზოგადოებას და უთხრა, რომ ჩვენ ვართ უკუნში
და უნდა ვეძებოთ სინათლე, უნდა გავიკვლიოთ გზა, იმიტომ რომ ეს უკუნი არის ძალიან დიდი ხნით. თუ ჩვენ არ ავანთეთ სანთელი, თუ ჩვენ არ გავყვალეთ ეს გზა, ამ უკუნში დაიკარგება საქართველო და საქართველოს უკუნში ყოფნა არის დღეს ბიძინა ივანიშვილის თავარი გზავნილი. ის ამით ელაპარაკება საზოგადოებას, აი იმ ტყუილებით, რომელსაც ეუბნება ქართული ოცნება თითოეულ ჩვენგანს, ეს არის ზუსტად ის უკუნი, რომელსაც გაანათებს მათე, გაანათებს მზია, გაანათებს ანდრო, გაანათებს არ ვიცი ის ადამიანები, რეზო, აი ეს ადამიანები, რომლებიც დღეს იტანჯებიან როგორც პირადი ტყვეები. მათე დევიძის საქმეზე გამოტანილი განაჩენი უნდა განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ სხვა მომიტინგეებთან მიმართებაშიც ანალოგიურად უნდა ველოდოთ პატიმრობის გადაწყვეტილებას. რისთვის გაასამართლეს დღეს მათ? ჯოხის მოქნებისთვის? არა, მათ დღეს გაასამართლეს იმისთვის, რაზეც ბიძინა ივანიშვილს ბევრჯერ უთქვამს, რომ მისთვის ეს გაუგებარია. მათე გაასამართლეს თავგანწირვისთვის, მათე გაასამართლეს საქართველოსთვის ბრძოლისთვის, მათე გაასამართლეს იმისთვის, რომ მას და მის თაობას უნდათ ევროპულ საქართველოში ცხოვრება. მათე გაასამართლეს იმისთვის, რომ ეს ადამიანი არის ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ. ასე იყო განწყობილი. შეიძლება მას არც ჰქონდა ბრძოლის აი ეს ჟინი გუშინ წინ 2 წლის წინ, 4 წლის წინ, როცა სკოლას ამთავრებდა მაშინ, ის ემზადებოდა ნორმალური მშვიდი განვითარებისთვის ამ საზოგადოებაში, მაგრამ ზუსტად როდესაც სახელმწიფო საართმევ მოქალაქეებს, ყველა ჩვენგანის ვალია რომ მე დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო და მათემ იბრძოლა 19 ნოემბერს როდესაც ის გამოდიოდა რისთვის გამოდიოდა მოპარული არჩევნების დაბრუნებისთვის გამოდიოდა ხო რისთვის გამოდიოდა რომ ევროპული მომავალი არ წაგვართ უკვე მათე დაკავებული იყო როდესაც ირაკლი კობახიძე გამოვიდა და უთხრა მათეს თანატოლებს და მათზე უფროსებს და მათზე უმცროსებსაც რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირი აღარ არის და რა თქმა უნდა ეს ადამიანები და თითოეული ჩვენგანი ვიბრძვით იმისთვის რომ ეს დავიბრუნოთ და ამისთვის ასამართლებენ მათეს რა თქმა უნდა ის ამიტომ დაიჭერს ხელში იმ ჭირაღდანს და აუცილებლად იმ უკუნეც გაანათებს იმიტომ რომ მათემ დღეს ეს თვირთი აიღო და რა ვიცი მე ყველაზე დიდი უსამართლობასთან ერთად რაღაც სიბრაზის განცდა მაქვს რომ აი დღეს ამ პათოსისთვის არა ჩემი თაობის ადამიანები მათეზის იმიტომ რომ ზუსტად ეგ იცის ბიძინა ივანიშვილმა რომ უნდა დაარტყას იმას ვინც არის მომავალი ვინც არის თავგანწირული და ვინც არის მართალი აი თავის ბრძოლაში და აი ჩანასახშივე იმ ახალგაზრდა თაობაშივე უნდა მოკლას ამ ბრძოლის არა ვერ შეძლებს ამას ბიძინა მადლობა ბატონ ზვიად ისევ დაგებრუნდებით იქამდე ქავტონინო თქვენთან გადმოვალ აი რა დაგანახათ მათე დევიძის საქმემ ჯერ კიდევ ნოემბერში როცა ის დააპატიმრეს შემდეგ უკვე შემდეგი თვეების განმავლობაში როცა სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა და რა დაინახეთ უკვე დღეს როცა ბიჭი რომელმაც კი ბატონო მოუქნია და მოხვდა კიდეც პოლიციელს აი ეს დროშის ტარი რომელიც მან მოიქნია გაუშვეს 4 წლით და 6 თვით საპატიმროში აი ბატონმა ზვიადმა თქვა რომ ჩაგვრის სახელმწიფო საყალიბებს ქართული ოცნება თქვენც ასე უყურებთ დღევანდელ ვითარებას მე მგონი ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ ამ პროცესს არაფერი აქვს კავშირი სამართლიანობასთან და დღეს ეს პროცესი არ იყო იმისთვის რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და დასჯილიყო ადამიანი დანაშაულისთვის ეს ასე არ იყო იმიტომ რომ თუნდაც ნოემბრიდან მოყოლებული იქნება ეს კობახიძის განცხადების შემდეგ თუ მანამდე ბოლო პერიოდის ასე ვთქვათ აქციების დროს ჩვენ როდესაც ვნახეთ ძალადობა მოქალაქეებზე არ გვინახავს არც ერთი პოლიციელი ამისთვის დასჯილი და თუ კი სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ჩვენ ვხედავთ რომ ქართული ოცნებისთვის ეს სამართლიანობის რაღაც აღდგენა სასამართლო ეს არ არის საერთოდ საინტერესო მათთვის თავარი იყო და მე ზვიადს ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები რომ თავარი არის რეპრესიები რეპრესიების სხვადასხვა მიმართულებით, ხო? ეს იქნება ახალგაზრდები, იმიტომ რომ მათ დაინახეს ახალგაზრდები, როგორი აქტიურები იყვნენ იგივე პროტესტის დროს და მათი არის ახალგაზრდების სახე, ამიტომ სწორედ რეპრესიები ახალგაზრდებზე, რეპრესიები მედიაზე, რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე, საჯარო მოხელეებზე, ყველაზე სხვადასხვა გზით იმისათვის რომ ამ ქვეყანაში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი და იმისაც რომ ქვეყანა დადუმდეს და
და ყველა სხვადასხვა გზით უდგებიან. და მე ასევე დავეთანხმების ვიაც იმაში, რომ ეს ყველაფერი არის, ბიძინა ივანიშვილი არის ანტიპოდი იმ ყველაფრის, რისთვისაც ქართველი ხალხი იბრძოდა, ხო, რაღაცა გმირობა, თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული, გადარჩენა, აწუხელიძე და ასე შემდეგ. ამ ადამიანს სავარაუდოდ ეს სიყვარული არ გააჩნია, თავისი პირადი კეთილდღეობა, ძალაუფლების შენარჩუნება ამისთვის თავარი და თუ კი რამე ხელს უშლის ამ ყველაფერში, ამ ყველაფერს ანადგურებს, უბრალოდ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ 1 კაცს თუ 10 კაცს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად მეც ვფიქრობ რომ თუ კი ახლა გავჩერდ სანთელი და უნდა გავიკვლიოთ გზა ესეც ბატონმა ზიადმა თქვა ძალიან დიდი ხნით დაისადგურებს როგორ უნდა დავანთოთ ეს სანთელი როგორ უნდა დავანთოთ მე მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პროტესტს რომელიც დღეს გრძელდება უკვე მალე 200 სიტყვი გახდება ხო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა გააგრძელონ პროტესტი ის რომ დღეს კიდევ საქართველოში სულ იუკუნი არ არის და თუნდაც მედიებისგან ისმის განსხვავებული აზრი სწორედ იმის დამსახურებაა რომ დღეს მოქალაქეები დგანან გარეთ ამას მოყვა იგივე ის სანქციები რომელსაც ჩვენ ხედავთ შესაძლოა ისეთი მასშტაბის არა მაგრამ თუნდაც რაღაცა შეზღუდვების სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის ფინანსური თუ ასე შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნება იძახის რომ ეს არ მუშაობს ეს ძალიან კარგად მუშაობს და მათ უწევთ ადამიანების გამოცვლა იმიტომ რომ არ არიან კომფორტულ სიტუაციაში ეს დასანქცირებულები ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას მე ასე ვხედავ ერთის მხრივ რა თქმა უნდა პროტესტი გარეთ და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა. აი ნაბიჯები, რასაც ქართული ოცნების მხრიდან ხედავთ, მათ შორის კანონები ხო, რომელიც ბოლო პერიოდშია მიღებული, აი ამ პროტესტზე, მის ხარისხზე, მის მასშტაბზე გავლენას არ ახდენს? რა თქმა უნდა ახდენს, იმიტომ რომ რთულია ადამიანები გაუმკლავდნენ ამდენ წინააღმდეგობას, მაგრამ მე რასაც უყურებ და ჩემი ხედვა ეს არის, რომ საქართველოს მოქალაქეები ახერხებენ ახალი გზების მოძიებას. მაგალითად, და ქართული ოცნება სხვა გზას ცდილობს, იყო თავიდან ეს ფიზიკური ანგარიშწორება გაბრაზდა ხალხი მაინც გამოვიდა, ანუ ამან არ გააჩერა. იყო შემდეგ ჯარიმები რაღაცა უსაშუალო რაოდენობის და ასე ვთქვათ, მასშტაბის, ხო, მაინც ქართველი ხალხი ერთმანეთს დაეხმარა. შემდეგ იყო დაყადაღება, ვთქვათ, იგივე ფონდების, ამის შემდეგ კიდე ალტერნატიული გზები და ვთქვათ, სასამართლოში სხვადასხვა პროცედურებით ამის გახანგრძლივება. ანუ ახდენს მოქალაქეები, პროტესტში მყოფი მოქალაქეები ამ ყველაფერთან ადაპტირებას, ახალი გზების ძიებას, მართალია, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ეს გადის ადამიანების პირად თავგანწირვაზე, ზოგი დაკავებულია, ზოგი არ არის დაკავებული, მაგრამ ყველა არ საუბრობს იმაზე, ისი გავლაც უწევთ ადამიანებს ამ პროტესტის დროს, მაგრამ თავარი რა არის, რომ ვიცით, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი, ან ყველა უნდა დავდუმდებ და დავტოვოთ ეს ქვეყანა, რასაც არ გავაკეთებ. ქავტონილო, კიდევ ერთი კითხვა უშუალოდ მათედევიძის საქმის კონტექსტში და მე ისევ ბატონზეც დავუბრუნდები. სინათლის მაძიებელი 21 წლის ბიჭი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშის თვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც ეთკინათ სიცითლე აღმოაჩნდათ, მათ ეს სინდისითა და ღირსების მაგალითად დარჩებაო ამბობს სალომე ზურაბიშვილი. აი მართლაც რატომ არ აღმოჩნდა ამ ხელა სისტემაში არც ერთი პროკურორი, არც ერთი მოსამართლე, არც ერთი პოლიციელი, რომელიც იტყოდა რომ აი პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევის გამო ადამიანს ციხეში ვერ გაუშვა. ხო, მართლა ძალიან გული მტკივა მე რომ სისტემაში ადამიანები ან არ არიან, ან ვერ ხედავთ შესაძლოა იყვნენ ისეთები, რომლებიც ჩუმად არიან. ეს ჩუმად ყოფნაც რა თქმა უნდა პრობლემას წარმოადგენს. ასევე აქვე ვიტყვი რომ თქვენ იცით რომ საჯარო მოხელეების ძალიან დიდი რაოდენობა გაათავისუფლეს, ვინც მაგალითად გამოხატა თავისი პროტესტი ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მგონია რომ იქ დატოვებული ყავთ მხოლოდ ის ადამიანები და მათ შორის ვიცით სასამართლოშიც როგორი ასე ვთქვათ კლანი მართავს ყველაფერს ის ადამიანები ჩანან აქ, რომლებიც 100%-იანი საერთოდ თვალდახუჭული, ასე ვთქვათ, ემსახურებიან ქართულ ოცნებას და ჩვენ ამათ ვხედავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლოა არიან სხვა ადამიანები, ზოგი ჩუმად არის, ზოგი გათავისუფლებულია, მაგრამ მართლა სამწუხარო რომ არავინ არ ამოიღო ხმა და რაღაცა ემსახურებიან ესე ერთგულად ქართულ ოცნებას. ერთს ვიტყვი მაინც ბოლოს მე იმედისთვის, რომ არ არსებობს სიგნალი, რომელსაც არ მოყვება სინათლე და ყველაზე უკუნის შემდეგაც დგება სინათლე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადრე თუ თქვიან დადგება, ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი, რა თქმა უნდა, მინდა რომ ეს მალე იყოს, მაგრამ არ არსებობს სტატიკური არაფერი სამყაროში, ხელისუფლებებიც იცვლებიან, იმპერიებიც იმსხვრევიან, ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეიძლება, მაგრამ რა დაუჯდება ქვეყანას და შემდეგ რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო ეს უკუსლა. არათუ პროგრესია მადლობა ბატონზეად ისევ თქვენ დაგებრუნდებით და ახლა კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე ვისაუბროთ შეტევა Facebook პოსტებზე და ეს არის კიდევ ერთი თემა რომელიც ამ დროისთვის შეფასების საგანია თქვენ იცით რომ სამოქალაქო აქტივისტები ჟურნალისტები მათ შორის სხვა შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაიბარეს სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო ეს მოხდა
ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე, რომლითაც მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. აი ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებიდან ვიგებთ, რომ მათ ძალიან აწუხებთ მათი მისამართით ზეპირსიტყვიერად გაკეთებული თუ დაწერილი ეპითეტები, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა და აი მათზე ამ ყველაფერზე რეაგირება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლოს, ასე ვთქვათ, დახმარებით გადაწყვიტეს. რა პრეცედენტია ეს, რა ფაზაში შევედით და აქვე რა არგუმენტებით დაასაბუთებთ იმას, რომ ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს. რამე მოულოდნელი იყო იმაში, როცა ეს თქვა ქართულმა ოცნებამ? აი თქვენთვის მაგალითად ეს მოულოდნელი იყო? ხო, აი თითქოს არაფერი უნდა გვიკვირდეს ეს მოცემულობა შეგვიკვირდეს, ან რატომ შეიძლება რომ ჩვენთვის იყოს მოულოდნელი რაიმე ისეთი რეპრესიის შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილისაგან, როდესაც ჩვენ ვიცით უბრალოდ მას როგორი ქვეყანა უნდა, ხო? ბიძინა ივანიშვილი ხომ სახელმწიფოდ ვერ აღიქვამს საქართველოს. ბიძინა ივალიშვილისთვის საქართველო არის ტერიტორია. მას უნდა რომ ამ ტერიტორიაზე იყოს განუსაზღვრელი ძალაუფლების ძალაუფალი. ადამიანი, რომლის სიტყვა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის იქნება კანონი. ის ასე უყურებს, მას არ აქვს სახელმწიფოებრივი ცნობიერება. მან არ იცის, როგორ შეიძლება იმართებოდეს სახელმწიფო. ან რატომ არის უკეთესი, რომ სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და დემოკრატიულმა წესებმა მართოს აქ რამე. ან ეს არ იცის ერთი და მეორე, რომც გააგებინო, მას ეს არ მოეწონება, იმიტომ რომ დემოკრატიული მართლობის წესი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ერთპიროვნულად ჩვენ ამას ყველაფერს ვერ ჩაიგდებ ხელში. მას ყველაფერი უნდა, რაც არის ამ ქვეყანაში. და უნდა რომ ისე მოიხმაროს ეს ყველაფერი, როგორც მას ერთ ადამიანს უნდა ეს. ამიტომ მისთვის უცხო არის სახელმწიფო მართვის ტექნოლოგიები, უცხო არის დემოკრატიული მართლობა, უცხო არის ის პრინციპები, რაზეც დგას დემოკრატია. ხო, დააკვირდით, რას ურტყამს მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ახლა ჩვენ მიმოვიხილავთ, ხო, ამ გადაცემაში ურტყამს სასამართლოს, იმიტომ რომ მას არ ესმის რა არის სასამართლო. სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სასამართლო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რასაც დგას დემოკრატიული სახელმწიფო, ხო? მას არ უნდა ასეთი მოსამართლე, მას უნდა ზუსტად გალუსტაშვილი, მას უნდა სახელაშვილი, მას უნდა შვანგირაძე, ასეთი მოსამართლეები უნდა, ვინც ყავს დღეს, რომელსაც პირდაპირ ჩასძახებს რაღაცას, ესენი შეშინებულებია პირდაპირ იმას აცხადებენ. მათ სამართლიანობასთან არაფერი არ ესაკრება. ებრძვის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არის მეორე მნიშვნელოვანი ბურჯი, ხო? დემოკრატიული სახელმწიფოში. სადაც კი რამე იპოვა, რაღაცა პატარა რესურსი აღმოჩნდა, რომ მედიის თავისუფლება იყოს, გამოხატვის თავისუფლება იყოს ქვეყანაში, ყველაფერს ებრძვის. ჩვენ რა დაგვავიწყდა? უკაცრავად ხა იმ მითის მიარჯერა, რომ მაშინ ბერა შეწუხდა და რაღაცა დაგვავიწყდა სიმღერის გამო რო დააკავეს ადამიანები. დაგვავიწყდა რა ტიპის რეპრესიები ჩაატარეს კლუბებში, დაგვავიწყდა როგორ დაუპირისპირდნენ ადამიანებს, რომლებმაც გამოხატეს თავისი ნება და თქვეს, რომ გავრილოვის სტუმრობა იყო დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე. აი რა გავიხსენოთ ჩვენ, რომელი ეტაპი გავიხსენოთ, როდესაც ადამიანებმა გამოთქვეს პროტესტი და ეს პროტესტი ამ ადამიანებს უბრალოდ ამ ადამიანების პროტესტი შეისმინა ხელისუფლებამ. ამ პირადად ბიძინა ივანიშვილმა. ბუნებრივია ამ მეთოდით ის ჩაკლავს დაგვიდით საითმიდის მედიას ხო პრაქტიკულად ყველაფერი წაართვა უკვე ხო ცდილობს რომ მედიას დაუდგინოს ნორმატიული ენა. უთხრას რომ შენ აი ამ ენაზე უნდა ილაპარაკო. შენ არ უნდა ახსენო ივანიშვილის რეჟიმი. შენ ზოგადად სიტყვა რეჟიმი არ უნდა ახსენო. მას არ მოწონს სიტყვა სახელმწიფოს მიტაცება და უცბად ჩაწერა ამ ვინმე ნათია ბოკუჩოვამ, რომელიც რაღაც მისტიური პერსონაჟი მგონია. ჩაწერა თავის მოთხოვნაში, რომ აი სიტყვა მიტაცება არ უნდა გამოიყენოს მედიამ. სახელმწიფოს მიტაცება კი არა, სიტყვა მიტაცება არ უნდა გამოიყენოს. იმიტომ რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ რამე
ესეთი წარმოსახვითი წარმოსახვის მეშვეობით ადამიანებს უცბად არ გაახსენდეთ, რომ სახელმწიფოს მიტაცებელზეა საუბარი. ეხლა გადადის უკვე პოსტებზე, სტატუსებზე, Facebook-ში რაღაც სხვადასხვა აქტივობებზე, სხვა სოციალურ ქსელებში აქტივობაზე და ხვალ მივა იმ იდეასთან, რომელიც სხვათა შორის მას ამ ტერიტორიაზე მართლობისთვის ძალიან ჭირდება, ეს არის ინტერნეტის მართვა. ეს არის ინტერნეტის კონტროლი. სუვერენული ინტერნეტიზაციის თემა, რომელიც ჩინეთმა განავითარა, რომელიც ჩრდილო კორეამ განავითარა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე უკვე ავითარებს რუსეთი და 2026 წლიდან სუვერენული ინტერნეტი ექნება სრულად რუსეთს. აი ეს სუვერენული ინტერნეტი უნდა რა არის აბსოლუტური ბოდვაა, ხო სუვერენული ინტერნეტი რას ნიშნავს? როგორც შეიძლება ინტერნეტი, რომელიც არის ოკეანე, იქ შემოსაზღვრო შენი ტერიტორია, ოკეანეში შეიძლება ღობე გააკეთო, აი ღობის გაკეთება უნდა ოკეანეში ასე დიქტატორებს და ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მე დაიწყოს კონტროლი რისიც თქვენ რას დაწერთ ინტერნეტში. მე გადავა იმაზე, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე. აუცილებლად, იმიტომ კი არა, რომ მე რაღაც წინასწარხედვის ოსტატ ვარ, არა. ეს არის დიქტატურის ფორმულა. ეს მიდის აქედან და ქართული საპირისპირო არგუმენტის კონტექსტში ჩაგეკითხებით, აი ერთ-ერთმა მომჩივანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან არჩივის ნინო წილოსანი თუ შეურაცხყოფილია, წავიდეს და იჩივლოს პატივისა და ღირსების დაცვისთვის. ხო, ანუ მამუკა მდინარაძის სახელით მამუკა მდინარაძე არ მიდის, არა, უკაცრავად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, არა. პატივისა და ღირსების შედახვა სამოქალაქო დავიზრდები, ხოლმე და მეთანხმები, ხო ასე. ხო არ შეიძლება რომ პატივისა, ჩემი პატივი და ღირსება ვინმე სხვამ დაიცვას, მე უნდა დავიცვა. მე თუ ცილი დამწამეს, მე უნდა დავიცვა თავი, ხო? და არა სახელმწიფო უნდა დაირაზმოს. ჩვენ გამოვედით ამ პარადიგმიდან და ისე ვიგუბრუნდებით, რომ მე ჩემზე უკეთ იცის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატივი და ღირსება შეილახა თუ არა ჩემი და რატო უნდა წავართვათ ნინო წილოსანს ამის უფლება შალვა პაპუაშვილს წავიდნენ და იდავნ სასამართლოში მათი პატივისა და ღირსების შელახვისთვის ცილი თუ დასამეს ცილის სამებისთვის იდაო, მაგრამ არა დაგვიდით აი ეს სქემა რასაც ნინო წილოსანი ვარემ კითხვასაც დაგისვათ ახლა მისი პოზიცია რომ ადამიანები მიეჩვივნენ სხვის შეურაცხყოფას, ცილის წამებას, ეხლა იმაზე მეტი ვინ შეურაცხო კამპანიას და ეს არის შესაძლებელი იმაზე მეტად ვინ შეურაცხო ვინმე ვიდრე ნინო წილოსანი შეურაცხო ვარი როდესაც გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობთ აი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას შორის და მეორე მხრივ ზისხს სიძულვილს შეურაცხყოფას და გავაგრძელებ მაგაზე ცოტა ხანში თუ შეიძლება ქართულ რაც გააკეთა ამას აუცილებლად დავასრულებ კონკრეტულად აი გამოხატვის თავისუფლების საზღვრის გავლებას რომ ცდილობს ხელისუფალი იქ არის ზუსტად დამარხული დიქტატურის ძაღლისთავი ის არის ზუსტად დიქტატურა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე არ უნდა ისაუბროს ხელისუფალმა გამოხატვის თავისუფლების თვითრეგულირებაზე შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ მოქალაქეებმა ჩვენ შევთანხმდეთ რომ რაღაცა არ არის დაშვებული რაღაცა არ არის ნორმირებული ჩვენ საზოგადოებაში ამას კანონით არ უნდა ვწერდეთ როგორც კი ამის კანონს დაგვიწერს ვინმე აი ეს ვინმე იქნება დიქტატორი ეს უნდა გავიგოთ ყველამ როგორც შეიძლება რომ მაგალითად რაიმე სახელდებისთვის ადამიანი გავასამართლოთ და ჩავსვათ ციხეში და მე ვისაუბროთ რომ ამას ვაკეთებ უფრო დიდი სიკეთისთვის რა არის უფრო დიდი სიკეთე ის რომ ადამიანი ჩაჯდა საპატიმროში 12 დღით იმის გამო რომ დეპუტატს უწოდა მონა და იმ დეპუტატს იმის ღირსება არ აღმოაჩნდა რომ ისულიყო სასამართლოში და თავისი პატივი და ღირსება თვითონ დაეცვა და ამოიფარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აი ეს არის ზუსტად ჩვენ ასე უნდა შევხედოთ ამ პროცესს რომ თუ ჩვენ ამ დეტალებში წავალთ, ამ დეტალებში დავიკარგებით და ეს ჩვენი დაკარგვა ძალიან ნაწყობს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ის ზუსტად აი ამ თავარ ღერძებს გვართმევს. აი გუშინ როგორი ინიციატივა წამოაყენა დააკვირდით მამუკა მდინარაძემ აი მესამე მნიშვნელოვან ბოძს დაეტაკა დემოკრატიისა.
ქონების კონფისკაციაზე დაიწყო საუბარი ეკონომიკური დანაშაულებისა და ფინანსური დანაშაულების. ადამიანების ქონების წართმევით დაემუქრა. ანუ საკუთრება აღარ არის დაცული ქვეყანაში, გვეუბნება აი ის დეპუტატი, რომელიც შეწუხებულია თუ ვიღაცა მონაუძახა. და მე მეგონება რომ თურმე დაიღალნენ იმის გამო რომ საზოგადოება მათ თურმე შეურაცხყოფს, იმაზე მეტად შეურაცხყოფს ახლა ვინმე მამუკა მდინარაძეს, ვიდრე გუშინ მამუკა მდინარაძემ შეურაცხო მთელი ქართული საზოგადოება. მადლობა ბატონო თქვენი პოზიციისთვის. ქავტო ნინოსთან გადავალ იგივე თემით და ის სიტყვა მონა ეს არის ერთ-ერთი იმ ეპითეტებს შორის, რის გამოც დაობს და ჩივის. ყველაზე უმანკო სიტყვა ამ არის თუ არა სიტყვა მონა შეურაცხყოფელი, რომელიც არ უნდა გამოიყენებოდეს და ზოგადად აი დასავლური ქვეყნების გამოცდილებით როგორია კრიტიკის დაშვებული კრიტიკის საზღვრები პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო ფიგურებთან მიმართებაში და მეორე მხრივ აი ის რომ ვიღაცას შესაძლოა რაღაც გამონათქვამი არ მოეწონოს, რამდენად შეიძლება იყოს საკმარისი საფუძველი შეზღუდვებისა და სასჯელის დასაწესებლად. ხო, მოკლედ მე ვიტყოდი რომ მონასთან თუ სხვა სახელებთან დაკავშირებით ეს არის შეფასებები, რომლებიც შესაძლოა ადამიანებს ჰქონდეთ და ადამიანების გემოვნება განსხვავდება შეფასებების დროს, თუმცა ეს არის შეფასებები და პირველ რიგში პოლიტიკურ ფიგურებს აქვთ თმენის ვალდებულება, იმიტომ რომ ისინი არიან ამ პოზიციებზე და სხვადასხვა ტიპის მოქალაქეები ყავდა, მოქალაქეებმა შესაძლოა ისინი შეაფასონ, ამიტომ ეს რა თქმა უნდა, ჩემი აზრით საერთოდ არ არის შეურაცხყოფელი და ჯდება აბსოლუტურად ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში და ეს რაც ახლა ხდება და ადამიანების დაბარება არის კიდევ ერთი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ქვეყანაში და ეს არის ასევე ცენზურა, რომ მომავალში ადამიანებმა აი ამ შიშის გამო რომ არ დააჯარიმონ და ასე შემდეგ არ გამოიყენონ მსგავსი ეპითეტები თუ ასე შემდეგ და ეს სადამდე მიგვიყვას არ ვიცი, იმიტომ რომ შესაძლოა სხვა ალტერნატიული სიტყვა გამოვიყენოთ, შემდეგ ის არ მოეწონოთ და ასე შემდეგ, ხო? და აქვე რა მინდა ვთქვა რომ ეს მარტო ქართული ოცნების ლიდერებთან დაკავშირებით მუშაობს და რა ხდება მაშინ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები იყენებენ მსგავს ეპითეტებს ან სამოქალაქო საზოგადოების ისჯება ამ დროს ხო ეს ხო აი ეს ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია და რაც მინდოდა მე თქვა სამწუხაროდ სწორედ ქართული ოცნება არის იმ ინიციატორი იმ ზიზღის და დისკრედიტაციის კამპანიების რომელიც ქვეყანაში დაიწყო რამდენიმე წლის წინ თქვენ იცით რომ ჩვენი ორგანიზაცია მათ შორის სოციალური მედიის მონიტორინგს აკეთებდა და ჩვენ მქონდა არაერთი კოორდინირებული არაავთენტური ქცევები ქართული ოცნების მხრიდან რომელიც ჩამოხსნა Facebook-მა სწორედ ამ დისკრედიტაციის კამპანიები, ყალბი ინფორმაციები და დეზინფორმაციები და მათ შორის ერთ-ერთი დიდი ჩამოხსნა მოხდა პირველი რუსული კანონის ინიციირების დროს და პირდაპირ Facebook-ის კომპანიამ თქვა რომ მთავრობის სტრატკომთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. ანუ თავად არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული ადამიანების შესახებ დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის, დისკრედიტაციის გავრცელებაში, ამის თაოსნები თვითონ არიან და დღეს რაღაცა თვითონ სიტყვის გამო ადამიანებს დაძდევენ. ამიტომ აქაც რა თქმა უნდა საუბარია იმაზე რომ ეს ყველაფერი უნდათ საკუთარი კონტროლისთვის, რომ თავად რაც უნდათ აკეთონ სოციალური ქსელები იქნება თუ სხვადასხვა საჯარო სივრცე და სხვას ყველა შეეზღუდოს ეს გამოხატვის თავისუფლება. შვილებთან დაკავშირებით მე პირადად ხო არ ვსიამოვნებს შვილების თვალწინ შესაძლოა ასეთი ქცევები, მაგრამ 12-დღიანი პატიმრობა ხო აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ჩვენს ყავს შვილები რომ გამოგვიკრეს სახლში თქვა პლაკატები და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში რა ხდება ხო? მეც მაგალითად სამჯერ დაურეკე და საერთოდ არ მოვიდა ჩემთან პოლიცია, როდესაც ასეთი პლაკატები სახლის კარზე გამიკრეს. და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოწინავე რეაგირებაში პოლიცია. ამიტომ ეს არის მორიგი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე და ხო წუხან, მაგრამ წუხან იმის გამო რომ ეს რეალური შეფასებები მოდის ძალიან ემოციურად ადამიანების მხრიდან იმ ყველაფერზე, რაშიც ამყოფებენ ეს ქვეყანა. აი საბოლოო ჯამში ხა თქვენ კი თქვით რომ არ ვიცით ეს პროცესი სანამდე მიგვიყვანს, თუმცა მე მაინც ამ კონტექსტში მინდა გითხოთ, აი რამდენად შეიძლება ეს პროცესი სწორედ იმ მიმართულებით დაიძრას, რომ აი საბოლოოდ ხელისუფლების მისამართით გამოხატული ნებისმიერი კრიტიკული აზრი თუ შეფასება შეურაცხყოფად ლანძღვად ჩაითვალოს და შესაბამისად მივიღოთ თავისუფალი აზრის შეზღუდვა და გაჩუმებული მოქალაქე. აბსოლუტურად, იმიტომ რომ მაგალითად რომელიმე პოლიტიკოსის შემდეგ თუ ვიტყვი რომ არის არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური ემისი შეფასებები და ასე შემდეგ, შესაძლოა ესეც შეურაცხყოფად ჩათვალონ, ხო? ამიტომ ნებისმიერი ტიპის გამოხატულება, რომელიც არ იქნება მათთვის ასე ვთქვათ, მისაღები შეიძლება იყოს შემდეგი.
აღარ არსებობს ზღვარი, რა ვიცი, მე პირადად აღარ ვიცი რა შეიძლება იყოს ის ზღვარი, რომელსაც ეს პარტია არ გადალახავს იმდენი რამე რიხილი ამ ბოლო პერიოდში და მართლა წითელი ხაზები ყველაფერი გადაკვეთილია, რასაც გამოვრიცხავდით სამწუხაროდ რომ საქართველოში მოხდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ბოლოს მე იმას ვიტყვი, რომ მათი მხრიდან ამ ზღვარს ვხედავ და ერთადერთი რასაც ვხედავ არის ჩვენი მხრიდან ამ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც არის გადარჩენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის. ბატონზვიად, აი ტერმინებზე მინდა თქვენც დაგისვათ ბოლო კითხვა და უკვე დაგემშვიდობებით, ნეოფაშისტები, ლიბერალი ფაშისტები, რადიკალები, უსამშობლო აგენტები, ქვეყნის მტრები, მოსყიდულები, მანქურთები, ქათმები, სატანისტები, ნაძირლები და ასე შემდეგ. აი ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა ქართული ოცნების წევრების თუ მათი მხარდამჭერების ის შეფასებები, რომელიც გამოყენებული იქნა როგორც ოპონენტების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მომიტინგეების და თუნდაც ჟურნალისტების წინააღმდეგ. გახსენდა შორის ქართული ოცნების წევრების გინებაც ყველაზე მეტად კი დიმიტრი სამხარაძის მხრიდან. უნდა მომზადდეს თუ არა ანალოგიური, ასე ვთქვათ, ანალოგიური ტიპის საჩივრები მეორე მხრიდან და აქვე აი ქალბატონმა ნინომ ახსენა და ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ ნაწილია პოლიტიკური ძალაუფლების არ მქონე მოქალაქეებმა როგორ უნდა დაიცვან თავი, ანუ მათ შემთხვევაში თავის დაცვის რა ბერკეტები. როდესაც აი ამ ტერმინებს იყენებს ნებისმიერი დეპუტატი ან თუნდაც არა დეპუტატი, ნებისმიერი აქტივისტი ან ლიდერი ქართული ოცნების, ხო? რის საფუძველზე იყენებს? რა აძლევს მას იმის საშუალებას, რომ ამ ტერმინებით იმანიპულირებდა საჯაროდ ილაპარაკოს. გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, ხო? და ამ გამოხატვის თავისუფლების პრინციპს ადამიანები ვინც ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირადად ჩემთვის ძალიან ძვირფასია გამოხატვის თავისუფლება. შემთხვევაში შეიძლება მოვისმინო ისეთი რამ, რომლის მოსმენა არ არის სასიამოვნო. ბუნებრივი არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუ შენ ხარ საჯარო პირი და თუ შენ ხარ საჯარო სივრცეში და საქმიანო, მაშინ ბუნებრივია ვიღაცა იქნება უკმაყოფილო შენით, ვიღაცით შენ იქნები უკმაყოფილო. შეფასებებშიც ადამიანები არიან თავისუფალი. შეიძლება ზოგან ეს შეფასება გავიდეს უხამსობის ზღვარზე. ის რომ მე არ მომწონს უხამსობა არ ნიშნავს რომ ვიღაცას უხამსობის უფლებაც ავართვათ საკანონმდებლო დონეზე. რა თქმა უნდა ჯობს რომ არავინ არ იყოს უხამსი. არავინ არ გამოიყენოს უხამსი ლექსიკა, მაგრამ ეს თვითრეგულირების სფეროა. ესეც არის მაქსიმუმ სამოქალაქო დავის საგანი თუ შენ ჩათვალე რომ შენი პატივი და ღირსება არის შელახული ვიღაცის მხრიდან. მაგრამ გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, თვითონ ამ პრინციპის, ამ ფუნდამენტური პრინციპის ხელყოფა, იმიტომ რომ ეხლა ადგენს ვიღაცა და თქვას, რომ აი რა კი რომელიღაც დეპუტატი აი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ამიტომ ჩვენ უნდა მას ბურთი ჩავჭაროთ პირში და ეხლა ისიც 12 დღიანი პატიმრობით გაუშვათ ციხეში. არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვანგრევთ გამოხატვის თავისუფლების აი ფუნდამენტურ პრინციპს რა. პირიქით, ჩვენ ის კანონი კი არ უნდა გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ, ჩვენ ის კანონი უნდა დავახევინოთ მათ. ეს კანონი უნდა გადავაგდებინოთ მათ, ეს უნდა შეძლოს ჩვენმა საზოგადოებამ. არავინ არ მოიტყუოს თავი, რომ აი ამ კანონის ჩანაწერებით და აი ამ ნორმების რაღაცა კეთილშობილური ინტერპრეტაციით საქართველოში ვინმე იგივე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესრულებებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე ურჩევს მაგალითად ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ახლახან ამოქმედებული ნორმები, მიმართოს კომუნიკაციის კომისიას, იჩივლოს და ჩამოწეროს ის ტერმინები, რომელიც არ მოწონს ერთ-ერთ მაგალითად თვითონ კობახიძემ დაასახელა მაგალითად ტერმინი რადიკალური ოპოზიცია. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ როდესაც ტერმინების შინაარსზე დავდივართ, მე იმიტომ დავდივართ ტერმინების შინაარსზე, რომ იქ მედია გავაჩეროთ, იქ აქტივისტი გავაჩეროთ, იქ პოლიტიკური პარტია გავაჩეროთ, იქ ნებისმიერი მოქალაქე გავაჩეროთ, ის მოქალაქე, რომელიც ხო, რომ შეხვდება რუსული კანონის ავტორს, ქუჩაში ეტყვის, რომ მონახარ ბიძინა ივანიშვილის და შეასრულე ეს მონური დავალება შენი, რომ აწიე ხელი. მე არ მავიწყდება დეპუტატი, რომელიც
შეიძურწა პარლამენტში რომ ხელი დაეჭირა ღილაკისთვის რუსულ კანონს როცა იღებდნენ ჩუმად და გამოიპარა და დღეს მინისტრის მოადგილეა ეს დეპუტატი რატო ქნა ეს იმიტომ რომ მას ეგონა რომ იქ არ გამოჩნდებოდა ვერ დაინახავდნენ მისი ოჯახის წევრები, მისი შვილები და არ ექნებოდათ რეაქცია ამაზე. როგორ ვერ დამალავ იმ ღილაკზე რო თითი დააჭირე, ეს ჩანს და აი ამ საქმეს რო ასრულებ, ზუსტად იმიტომ ასრულებ, რომ შინაგანად გაქვს ეს მონური განწყობილება. კი არ უნდა გაბრაზდე სასამართლოს მუხარით კი უნდა მიხვიდე და იმსჯელო, იდავო შენი პატივისა და ღირსების შელახვისთვის თუ შეელახა, მაგრამ დააკვირდით აი ამ პროცესმა აჩვენა, რომ პატივი და ღირსება არ აქვს ჩვენ დეპუტატებს. და პატივი და ღირსების ცნება ასე განმარტა შინაგან საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი წარმომადგენლები დარბიან სასამართლოდან სასამართლოში და აგზავნიან რაღაც გაუგებარ შეტყობინებებს, რომ მივიდნენ საჯარო პირები სასამართლოში, რომ დაიწყოს პროცესი და ვითომ ჰიპოთეტურად იცავენ იმ ადამიანების პატივსა და ღირსებას, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, არა აქვთ ეს პატივი და ღირსება, თვითონ არ მოდიან, თვითონ არ ამბობენ, რომ მათი პატივი და ღირსება შეილახა. კი ბატონო, მადლობა. ნუ დავანგრევთ დემოკრატიის ფუნდამენტებს. იმიტომ რომ მე ეს ასე ადვილად აღარ შენდება. ეს წვალებით გაკეთებული პროცესია, მთელი 35 წელი მიდის ეს პროცესი, შენდება და ასე ხელის ერთი მოსვლით, იმიტომ რომ რაღაც ვიღაცამ დაარწმუნოს, რაღაც საყვალპურობებით, რომ ეხლა აი ჩვენ ამას გავაკეთებთ და თურმე ვერავინ ვერ გალანძღავს, ა თქვენ მოგწონთ ეხლა დეპუტატი უნდა გალანძღვა, აბა რა უნდა. თუ ამას ვერ უძლებს, რომ შეიძლება ამომრჩეველმა გალანძღოს დეპუტატი, მაშინ ნუ მიდის იქ. მადლობა ბატონ ზვიად კეთილი, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, ზვიად ქორიძე და ნინო დოლიძე პასუხობდნენ ჩვენს სტუმრებს, მათ ვემშვიდობებით და მივესალმებით კიდევ ერთ სტუმარს, გრიგოლ გეგელია, ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი დაიკავებს ახლა თავისუფალ სტუდიას. სასაუბრო ბევრია, შეძლებს დაგვარად გავანაწილებთ დროს აქტუალურ საკითხებზე, თუმცა პირველ რიგში ისევ და ისევ 21 წლის მათე დევიძე და მის საქმეზე გამოცხადებული განაჩენი. არ ვიცი, პრინციპში ალბათ სხვა ვერც ერთი საკითხით ვერ გავხსნით გაცემის ვერც ერთ ნაწილს. ჩვენი სტუმარი უკვე ჩვენთანი, მივესალმები მას, ბატონ გრიგოლ, გამარჯობა და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გრიგოლ, მართლაც არ შემიძლია არც ერთ სხვა საკითხზე კითხვის დასმა, იქამდე ვიდრე არ, ასე ვთქვათ, დავარქვევთ სახელს იმას, რაც დღეს მათე დევიძის საქმეზე განაჩენის სახით ვნახეთ. 4 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვეს ნოემბრის შუა რიცხვებში დაკავებული 21 წლის დემონსტრანტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი დღევანდელი მოცემულობა შენარჩუნდება, ის 26 წლის იქნება, როდესაც საპატიმროს დატოვებს, ანუ იქიდან გამოვა კაცი, როცა ციხეში შევიდა ჯერ კიდევ ბავშვი და გამოვა ალბათ, არ ვიცი, შეცვლილი და დამახინჯებული ცხოვრებით, ხო? შესაბამისად, რას ამბობს ეს განაჩენი სასამართლოზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, თვითონ ქვეყანაზე და რას ამბობს ამავე დროს უშუალოდ მათე დევიძეზე? დავიწყებ იმით, მე მგონია, რომ ზუსტად მათე დევიძეს და მისნაირ პატრიოტებს არ ემუქრებათ დამახინჯება, იმას დიდი სიმახინჯე, ვიდრე დღეს აქ არსებობს თავისუფლებაზე, ქართული ცოდნის სახით, იმ ყველაფრის სახით, რაც დღეს ტრიალებს ამ ქვეყნის ქუჩებში, იმ განუკითხაობის სახით, რაც ტრიალებს და იმ მართლა ტოტალური ჭაობის სახით, რაშიც ჩაფლო ქვეყანა ქართულმა ოცნებამ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უარესი სიმახინჯე არ არსებობს და ვერ იარსებებს. მათე დევიძე არის კარგი მაგალითი, მარტო ფრაზა, რომელიც დღეს დაგვიტოვა, ხო, დღევანდელი პროცესიდან, ხო, სინათლის ძიება წყვდიათში. მარტო ეს ფრაზა აჩვენებს რადონის უკვე მართლა მაგარ კაცზე და მებრძოლზე საუბარი. ჩემს ყველაფერს ამბობს, მე მას არ ვიცნობ სამწუხაროდ, მაგრამ ყველაფერს მეუბნება ეს ფრაზა მის ეთიკაზე, მის სულისკვეთებაზე, მის პატრიოტიზმზე და ესეთი ხალხი გაიმარჯვებს ყოველთვის და ნათელი გაიმარჯვებს ყოველთვის წყვდიათზე, ხო? ეს ძალიან ცნობილი ამბავი არის, ხო, იონეს სახარება გინდა თუ განდი გინდა, ყველგან არის რომ ნათელი დააძლევს წყვდიათს და აი ქოცების წყვდიათს დააძლევს
მათე დევიძის მსგავსი პატრიოტების ნათელი, ის სინათლე, რომელსაც საკუთარ თავში ატარებენ, საკუთარ პრინციპულობაში ატარებენ და რომელსაც მართლა თავის თავისუფლებას წირავენ. ეს არის ჯოჯო ხეთური რამ. აი წარმოგიდგენთ, რომ ახალგაზრდა, აი ქართველების ამორჩეულსაც მინდა უთხრა, აი ახალგაზრდა ადამიანს წირავდე ამისთვის. ამას დაუჭირეს მხარი 2012 წელს, 2016 წელს, 2020 წელს, ამას ცვლიდნენ 12 წელს, მინდა ვიკითხო. რომ იგივე მოსამართლეებს, ვინც მიშას დროს იყო, იგივე სულს, იგივე კრიმპოლს, იგივე სისტემას, იგივე პერსონალიებს, იგივე პოლიტიკოსებს, ხო? ფაქტობრივად ყველა იგივეა, ხო? კალაძე იყო სააკაშვილის გამართლებელი, ივანიშვილი იყო მათთვის, ესე იგი, ბენზინის ჩამსხველი, ხო? იქ ადეიშვილის მოადგილე მიქანაძე, რომელსაც ამც ერთ-ერთი თქო რომ ყოფილა და სხვისი ვიყავიო და იმ რეჟიმის ნაწილი იყო, არც რომელსაც იყო მაგათ ბიოგრაფიები ნაკლებად მაინტერესებს, ხო? როგორც ასეთი ხო? მთელი სისტემა იგივე არ არის, მეგის ქარდავას მოადგილე რო ყავდათ ბათუმის მერად, 60,000 ლარსოს წირავდნენ დღევანდელი პატივცემული გვამები პარლამენტში შედანა მინდა გავავიყენო ეს შესაძლებლობა და მეც კიდევ ერთხელ უწოდა მათ მონები და არარაობები. და ეგ დამიბარონ, რამდენჯერ მიწოდებიან თქო გამორჩათ. არა, როგორ რამდენ ეთერი და კომენტარია ჩამიგდერ ისინი შემეფასებენ როგორც მონები და არარაობები და აქედან ვეუბნები კიდევ ერთხელ. თქვენხართ მონები და არარაობები საცგენ დამიბარეთ. ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სწორედ იმ რამდენ კაცო და აი როგორ აბსურდში ვარ, ნახეთ, რამდენი კაცო დააჯარიმონ და Facebook პოსტებზე მოდით მოგვიანებით კითხავთ, იქამდე უშუალოდ მათე დევიძესთან დაკავშირებული საქმე რომ ამოვწუროთ. ეხლა სასამართლოს მართლა შეეძლო, ხო, მოსამართლეს შეეძლო უფრო ლოიალური განაჩენის გაწყვეტილების მიღება, ისე როგორც საერთოდ მუხლის გადაკვალიფიცირება, თუმცა ეს არ გააკეთა. შესაბამისად, აი რა მესიჯია ეს უკვე დანარჩენი მომიტინგეებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც პროტესტის გრძნობა გააჩნია. ხო, პირველ რიგში და ეს დამავიწყდა პირველ რიგში მე თქო პასუხის. აი, შეხედეთ როგორი განუკითხაობაა, ხო? არც ერთი ის პირი, ვინც წელს ეს ხოდა თავისუფალ მოქალაქეებს, თქვენს კოლეგებს, ხო, მაგათ შიხლაძეს მაგალითისთვის და რომელი ერთი ჩამოთვალო, ხო, რომელიც გასულ წელს ჯერ კიდევ არჩევნებამდე სახლებთან ხვდებოდნენ, ხო, არ გახსოვს, რამდენი პოლიტიკოსს დაესხნენ თავს, რამდენი გია ჯაფარიძე მახსოვს ერთი კლასიკური მაგალითი, ხო, თავი გაუტეხეს ადამიანს სისხლის დიოდა. გამოძებული არის ეგ საქმე? რომელი ერთი ჩამოთვალო ვინმე არ გამომიშოს, ხო? ყველა ჩვენგან სახლებთან გვისაფრთხებოდნენ, ხო? რომელიმე საქმე გამოძებულია არც ერთი. აი, ნომინალურად, სიმბოლურადაც კი, სიტყვის მასალადაც კი, ერთი ცალი საქმე არ გამოუძიებიათ. რომელიმე პოლიციელი არის გამოძიებული ან დასჯილი ძალაუფლების გადამეტებისთვის. აი, ერთ მაგალითს მოვიყვან. აი, ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო თვალსაჩინო. მესიჯია ეს, ამით რა მესიჯი არის ის, რომ ტოტალური განუკითხაობა არის. დანარჩენ საზოგადოებას ის მესიჯი არის ორი მარტივი, მაგას ახლა ვიტყვი და დაუბრუნდები იმ პოლიციელს, ხო, ერთი მახსოვს თვალსაჩინო. მესიჯი არის პირველი, რომ უნდა გააჩუმონ ყველა, რომ ტოტალური განუკითხაობა არის, არავის არ გამოიძებენ, ვინ ჩვენ გვიპირისპირდება, ჩვენ დაგვიჭერენ იმისთვის, რომ მსხვერპლივად. აი ეგ არის მესიჯი. ეგ უნდათ რომ იყოს მესიჯი, რომ ხალხი შეშინდეს, არ იყოს პროტესტი, არ იყოს განსხვავებული აზრი, Facebook-ზე პოსტსო ვეღარ დებდეთ, კოცებო. ეგ ქვეყანა გინდოდათ, მიშას გარო გაათავისუფლეთ, რომ Facebook-ზე სიტყვებს გიკონტროლებდნენ. აი კოცს მინდა ვკითხო. აი ყველაფერს ფიცა უკვე აღარ შემიძლია რა ენაზე ვკითხო, არ ვიცი. კოცს მინდა ვკითხო, მიშას გარო გაათავისუფლეს. ამისთვის, რომ იგივე მოსამართლეს, იგივე სულს, იგივე კრიმპოლს, იგივე კლანს, იგივე პარლამენტს, იგივე პოლიტიკოსებს ახალგაზრდა თაობა გაესამართლებინა ამ ქვეყნის სიყვარულისთვის და სიტყვის თავისუფლებაც არ ქონოდა. და ვერ ვამბობდე, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი თქვენგან მონები და არარაობები. აგერ მესამეჯერ ვამბობ და არ ვიცი უკვე რამდენი 1000 ლარზე გავედი უკვე დავთვალოთ, ხო? და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, ყოველ დღე ვიტყვი სამ პირში სული მიდგას. ესენი არიან მონები და არარაობები და აი ესეთი სამარცხვინო 99 ადამიანი, ესეთი სამარცხვინო, ესეთი დაბალი დონე ამ ქვეყნის ისტორიაში, არათუ პოლიტიკაში, შევარდნაძის პარლამენტებს შევხედოთ. აი შორს არ წავიდეთ, ხო? შევარდნაძე, ხო რა ქაოსი იყო, რა რეალობა. ერთ პარლამენტში არ ყოფილა ამდენი გაუგებარი არსება, ხო? აი მართლა მთელი ნეშონპალა შეკრიბა ამ ბიზნესს ივანიშვილმა და შეყარა ერთად იმ დარბაზში. რაც კი რამე უბედური და უტვინო ნახა, მართლა მაპატიოს საზოგადოებას ცხარე შეფასება. ყველა იქ უზის, რატომ? იმიტომ რომ მათი ერთადერთი ფუნქცია არის იყვნენ მონები და არარაობები. აგერ მეოთხეჯერ დათვლაში დავეხმარები, ხო? მაგრამ ნახეთ, თავი, აი ლეონიძის ქუჩაზე მაგალითად, აი თვალსაჩინო მაგალითია, ხო? ძალიან თვალსაჩინო, იმიტომ გვახსოვს ის კაცი, ნიღაბიც კი არ ეგეთა. ხო, მე არ ვიცი რა ქვია, მელოდი პოლიციელი გვახსოვს ყველას, ხო? გამეტებით თავში რომ თხამთ ადამიანს, გვახსოვს, ხო? ლეონიძის ქუჩაზე, ესე იგი თავისუფლების მოედინარო ადის ზევით, ესე იგი იმისკენ რა ქვია, ოქროყანისკენ, ხო?
კანცელარიისკენ. გამეტებით უთხრამდა ადამიანს, რომ არაფერ დაუშვებია სხვა შორის. მე თუ სწორად მახსოვს, მანქანის გადაყენება თხოვეს და არა მართლა ზომიერად და კითხვა დაუსვა და ამის გამო თავში უთხრეს კაცს. დაპატიმრებული არის ეგ კაცი პოლიციელი არა. გამოძიებული არის? არა. რაიმეთი ალბათ დააწინაურეს მაგის მერე, იმიტომ რომ რამდენი ჩვენ დაგვირპირისპირდა ცემეს და უბედურებები ჩაიდინეს, რამდენი ცივილიზებულმა მსოფლიომ ეგენ დაასანქცია, იმდენი ორდენები და ჯილდოები გადაასცეს, გვახსოვს ყველას კარგად. ან აი ეს ქალი დღეს გამოდიოდა, ხო, მოსამართლე, არ მახსოვს რა გვარია, ხო? გალუსტაშვილი თუ სწორად მახსოვს, ხო? ახალგაზრდა ქალი, ხო? არც ხვენია, ან მართლა დედა არ არის. არც ხვენ სამეზობლოში როგორ დადის. აი რომ გამოდის, სახლიდან მაინც გამოდის მანქანამდე, არც ხვენია. შვილები არ ყავს მათედევიძის ხელა ან ცოტათი პატარა კიდე? აი საერთოდ როგორ წარმოუდგენია აი ახალგაზრდა ქალს, ხო არ ვიცი ამდენ წელს უნდა იყოს მაქსიმუმ. როგორ წარმოუდგენია ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება ჩვენს გვერდით? და მე ამას მუქარად კი არ ვამბობ. მე ამას ვამბობ მორალურ ფაქტად, აი როგორ წარმოუდგენია, რომ თავისი შვილის ხელა ბიჭს 4 წლით, მეტით 5 წლით პრაქტიკულად სვამს ციხეში უდანაშაულ ადამიანს. და თვითონ ალბათ ყავს შვილები, რომელიც უნდა ფუფუნებაში კომფორტში გაზარდოს. იმ ფულით, რომელსაც მიიღებს ამ ბიჭის პოტენციურ გაუბედურებაში, პოტენციურ რატომ, იმიტომ ამ ბიჭს და ესეთ ხალხს მე დარწმუნებული ვერავე, აი როგორ და მოერევა ახლა ამ კაცს, რომელიც ამბობს, რომ ის სინათლეა და წყვრიაც ებრძვის. აი როგორ და გაიმარჯვა მასზე. როცა ხარ, რა ვიცი, ბადრი კოჭლამაზიშვილი, მიშას მონა მოსამართლე, ეხლა ბიძინას მონა და ასე შემდეგ, ხო? ესენი ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ იმდენად ყიფე არის ამათი მთელი, როგორ ვთქვათ, მანდატი, მორალური მანდატი იქნება საჯარიმოას გულისხმობ თუ პოლიტიკური მანდატი, აი როგორ შეიძლება რომ გაიხაროს ამ რეჟიმმა, ხო? როგორ შეიძლება რომ ის აი მე ხეს ვადარებ ხოლმე ყოველთვის ამ რეჟიმს, რომელსაც ფესვები არ აქვს, ხო? აი როგორ შეიძლება რომ საკვები არ გააჩნია ამ რეჟიმს მარტივად. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. არც ამ ერში, არც გარეთ. ბადო გრიგოლ, Facebook პოსტებზე შეტევის, ასე ვთქვათ, თემაზე მინდა ჩაგიკითხოთ ქართული ოცნების შეფასებების კონტექსტში. ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში. აი 100 ახასიათებს ქართული ოცნება სოციალურ ქსელებში აქტიურ იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს და ასე ვთქვათ, საჩივარი შეადგინეს, ხო? ანუ ორ პრობლემაზე საუბრობს მართველი პარტია. პირველი ზიზღის და სიძულვილის ენის გამოყენება და მეორე ზიზღის და სიძულვილის კამპანიის გარედან რაშიც ღიად ამბობენ, რომ გულისხმობენ ბრიუსელიდან მართვას. რამდენჯერად სიძულვილის ფაქტები მოხდა, იმდენჯერ გამოვიდა ხან ევროკომისიის პრესპიკერი, ხან რომელიღაც ელჩი, ხან რომელიმე კომისარი და ყოველ ჯერზე ნაცვლად იმისა, რომ დაეგმოთ თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ხალხს, რომელიც ამას ჩადიან. ეს არის მიზანშედეგობრივი კავშირი, აცხადებს მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და დღევანდელია მისი ეს განცხადება. ეხლა ზიზღის და სიძულვილის ენა რომ პრობლემაა ქვეყანაში, ალბათ ეს საკამათო თემა არ არის, თუმცა მე მინდა გკითხოთ, რა კავშირი შეიძლება გქონდეს ამ კამპანიასთან და ამ ასე ვთქვათ პრობლემის გამწვავებასთან ბრიუსელს და ევროკავშირს. ხო, დავიწყოთ იმიტომ, სულ რომ მართალი იყოს, აი ესაც ეს კაცი პოდიალობს, ბრიგიდი მონა, ასევე პირველი მონა პარლამენტში, ბატონი სპიკერი, ეგრეთ წოდებული. პირველი ეს არის ფუნდამენტურად აცდენილი დემოკრატიულ სტანდარტს. სულ რომ ვიღაც მართული იყოს და მისი პარანოიული ბოდვა იყოს მართალი, ადამიანს გააჩნია პოლიტიკური თავისუფლება თქვას ის, რაც მიაჩნია სწორად. ამას ქვია სიტყვის თავისუფლება და არ მჯერა, რომ 2025 წელს, როდესაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს კვლავ, რომლიდანაც მარტო 2023 წელს 30 წლამდე ასაკის 113,000 ახალგაზრდა გავიდა აი ამ ქვეყნიდან. 113,000 ახალგაზრდა გავიდა. რამდენი დაბრუნდება აქ, რომ აქ ინვესტიცია ჩადოს, აქ ცოდნა დააგროვოს, აქ ცოდნა გასცეს, წიგნი დაწეროს, ექიმი იყოს, არ ვიცი, ვიოლინოს დაუკრას, კარგი მოქალაქე იყოს. კატასტროფა გვემართება. კატასტროფა. ეს ქვეყანა აღარ იარსებებს ასეთ პირობებში და ნაცვლად იმისა, რომ ამ მავნებელ ხელისუფლებას თუნდაც ავტოკრატიულობის პირობებში ამისთვის მაინც რომ მოევლო, ეგერთი ჭყალებში სიკეთე მაინც ჰქონდა და კაი, თქვათ, ჩვენ დავერბიეთ და დავეშანტაჟებინეთ და დაგვმუქრებოდა თავისუფალ საზოგადოებას და გავეოქმებინეთ, მაგრამ რაღაცაში მაინც გამოსადეგი იყოს და აი კიდევ ერთხელ ქოც მინდა ვკითხო, შენ რაში გარგია ეს თავრობა ქოცო? აი მას ვეკითხები. გასაგები რომ ავტოკრატიულია, მაგრამ აი ხო შეიძლება რომ ეკონომიკაში კარგია და ჯანდაბას ავიტან, მაინც ცუდია, მაგრამ ვიღაც იტყოდა ჯანდაბას ავიტან, ხო ვთქვათ, რომ აი მაწყობს რომ ეკონომიკა გაზარდა, მაწყობს რომ დამასაქმა
კატასტროფა არის ეკონომიკაშიც, საგარეო პოლიტიკაშიც. ვითომ პრაგმატიზმშიც, რაშია პრაგმატული, ვითომ რომ ჩინეთს და იმებს უჭერს ხო მხარს ის ავტოკრატიული სახელმწიფოები არც ერთი არ უჭერს ხო საქართველოს, ხო? ისიც არ არის, რომ დასავლეთის საპირწონეთ სხვა პარტნიორები გაიჩინა, რომელიც გვიჭერენ მხარს. რატო იყო რომ ჩინეთმა და სხვა სახელმწიფოებმა არც ერთმა არ მისცეს ხმა გაეროს რეზოლუციას? აფხაზეთის საკითხზე არც ერთმა. ანუ ესენი არიან ტოტალური იდიოტები, რომელიც არათუ ერთ მხარეს სპობენ მეგობრობას, რაც გქონდა, იმ მეგობრობას, იმ ტოტს, რომელზეც ვზივართ, როგორც სახელმწიფო, მაგას აჩანაგებენ, მაგრამ ვერც პარალელურად ვერ ქმნიან და ვერც შექმნიან, იმიტომ არ არსებობს იმის პარალელური, ხო? არ არსებობს თანაზომადი. ისევ სისხლის და სიძულვილის თემამდე რომ მივიდეთ, რამდენად ხედავთ ამ პრობლემის უკან ბრიუსელს და პრობლემის მის მიერ წახალისებას. როგორ ნავხედავთ ბრძოლას? თქვენ კი თქვით რომ პარანოია და ბოლოა ის რასაც ამბობს შალო პაპუაშვილი, თუმცა თვითონ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს აი სწორედ ამ პრობლემაზე საუბრისას ტრამპის ის განცხადებაც კი გაიხსენა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირის საელჩომ ფული უნდა დახარჯოს მისივე თანამშრომლების ბრაზის მართვის თერაპიაში, აი პაპუაშვილი ეთანხმება ტრამპს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ასეთი თერაპია ესაჭიროება. ტრამპის განცხადება სულ სხვა კონტექსტში, სულ სხვა ამბავს ეხება, სულ სხვა ურთიერთობას აღწერს, ხო? გარკვეულ დაძაბულობას თუნდაც, ხო? საერთოდ სხვა რამეა, რა შუაშია ტრამპმა, რა თქვა, ამ შემთხვევაში ბრიუსელის წარმომადგენლებზე. არანაირი კავშირი აქ არ არის. აი უკონტექსტოდ ამოღებული ფრაზა რომელიც ახლა ტრამპმა რომ იცოდეს ეს მავნებელი არარაობა ციტირებს, ხო, გადაერევდა, ხო, წარმოიდგინეთ, გაეცინებოდა ძალიან ბევრი პრეზიდენტ ტრამპს. და არანაირი კავშირი არა. პაპუაშვილს გასაგები რომ ელანდება ყველგან გარე ძალა, რატომ? იმიტომ თვითონ პაპუაშვილი და მისი ხელისუფლება ემსახურება გარე ძალას. ეს მისთვის არის ორგანული. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. იმიტომ რომ არ არის თავისუფალი, არ არის დამოუკიდებელი, არის მონა და არარაობა. მეხუთე აქვე თან გუთვლი გზად მომარტივე. იცოდეთ რომ ერთი მონა უდრის 4000 ლარს. ხო, აი 20000 ლარს ვარ, ესე იგი დაახლოებით 100, ხო, თითქმის. ნახეთ, ის ნონსენსი, რომელშიც ჩვენ ვართ, არის გარედან მართული მავნებლობა. ეს არ არის მარტო იყო დრო რომ შევა გეფიქრა კიდევ რომ ეს არის ნონსენსი. ხო, აი უნიჭო და ცუდი ხალხი მართავს მაგალითად, ხო? მაგრამ მაგ დროსაც მაგ ფაზასაც გავწდით. ეხლა ძალიან კარგად ვიცით, ხედავთ და თვალსაჩინოა, რომ ის რაც ხდება დღეს აქ არ არის ქართული ამბავი, თუნდაც ცუდი. ეს არის პირწმინდად რუსული ამბავი. და ირაკლი შაიშვილაშვილმა გუშინ ისაუბრა, ძალიან ღიად ამაზე, ხო? გდდ-ს ყოფილმა მესამე პირმა, ხო? თუ მეორე პირმა პრაქტიკულად. და თქვა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ხედან დღეს თბილისში უკვე არიან ქოცების კაბინეტებში გამაგრებული და აქედან იმართება უკვე რუსული სპეცოპერაცია. ისიც აღარ არის, რომ ეჭვი გვაქვს ხომ არ არის ეს ამბავი რუსული. პირწმინდად რუსულია რაც ხდება. პირწმინდად ანტიქართულია რაც ხდება. და ამას ვერ დაერქმევა სხვა სახელი, რაც არის რუსული, არის რუსული და რაც არის რუსული, არის ანტიქართული. ეს არის 2 2 4. ეს ახლა კიდე პაპუაშვილი იყო და გინდა მდინარაძე ამას ვერანაირად ვერ შეფუთავს, ხო? არაფერი ტრამპი არ მეკავშირი არ არის ამასთან. არც რაღაცა ჩინეთი და სხვა რამე. ისინი არიან რუსები თვითონ. და არ ემსახურებიან საკუთარი ერის და სახელმწიფოს მიზნებს და ამოცანებს. არამედ ემსახურებიან გარე ძალას და ამიტომ ყველგან ელანდებათ გარე ძალა. ბატონ გრიგო, დღეს ხმაური იყო ალეკო ელისაშვილის პროცესზეც, მისი რაღაცა რეპლიკების გამო ის საბოლოოდ ხტომათა დარბაზიდანაც გააძევეს და 500 ლარიანი ჯარიმაც გამოუწერა მოსამართლემ. ამის პარალელურად კი თქვენი პოლიტიკური ძალის კიდევ ერთ წევრზე, თაზო დათუნაშვილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დააკავეს, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის ნაცემი, შესაბამისად მოდით ამის თაობაზეც თაზო დათუნაშვილის შესახებაც მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რა იცით უკვე ბოლო ინფორმაციის სახით. სულ ბოლო ინფორმაცია, რაც მე მაქვს შემოსვლამდე წამით რადაც დავინახე, არის რომ თაზო გაათავისუფლეს ხელწერილით, ჩვენ ნახეთ არა დაკავება, არამედ გატაცება. ეს რა დაკავება არის? ჩვენ დავინახეთ, ჩვენებად ადამიანი, რომელიც გადიოდა შენობიდან, მე კადრებით ვსჯელობ, მე არ ვიყავი სამწუხაროდ იმ მომენტში ადგილზე, მეც კადრებით ნახე, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი გადის სასამართლოს სივრცეს, ტოვებს და მას ებღაუჭება რამდენიმე ადამიანი, 5-ზე მეტი, მე რაც იქცევა შეიძლება კიდევ ბევრად მეტი, რაც კადრებში მახსოვს, მინიმუმ 5 ადამიანი დაეტაკება, ებღაუჭება და მიათრევს. და დიახ, ის როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ცემეს ამ პროცესში, ხო, ჯერ შეათრევს რომელიღაც სასამართლო დარბაზის სასამართლოს რომელიღაც დარბაზში, როგორც ოთახში, იქიდან ადამიანებს ესმოდათ ხმა, ნუ მცემთ, რაც კაფეო დაჩვენს, მე არ მქონია საშუალება ჯერ მასთან მესაუბრა, ჩვენ ამაზე გვექნება შემდგომი კომუნიკაცია საჯაროდ, მაგრამ ადამიანებს ესმოდათ ხმა, ნუ მცემთ, წარმოიდგინეთ. ისევ ვეკითხები კოდს.
რომელიც იმედია რომ მისმენს და მომისმენს. ამისთვის იბრძოდი 2012-ში, რომ ხალხი რომელიც გამოდის სასამართლოს დარბაზიდან, ან რა დააშავა რომ წარ გამოსულიყო, რომ წაეთრიათ და შეეთრიათ ჩემი კოლეგა და მეგობარი სასამართლოს დარბაზში და იქ ერთხად ეს არის რაც ქოც უნდა და აი მათ მინდა რომ დანარჩენი ყველამ გაიგო ყველაფერი დიდი ხანია ხო და ვართ უმრავლესობა აი ქოცებს მინდა რომ როგორღაც ველაპარაკოთ და მართლა ადამიანებს კითხოთ ყოველგვარი პოლიტიკური რიტორიკის გარეშე ეს უნდათ მართლა აი ამისთვის გაისარჯნენ რომ იგივეობა მიგვიყო გაუარესებული ფორმებით და გარუსებული საგარეო პოლიტიკით და გავერანებული ეკონომიკით იგივე თუნდაც მიშა სააკაშვილი დაეტოვებინათ მაშინ ხო ვთქოთ და მე საგარეო პოლიტიკა მაინც ქონდა ადეკვატური იმ კაცს ხო აქ არც ეგ არ არის არც ჯანდაცვა არც ეკონომიკა ხონდა დავარქვათ სახელი ხო რაღაცას და იგივე მარაზმი იგივე გამომპალი სისტემა იგივე მანკიერება და იგივე აღდებული დამოკიდებული გაუარესებული კიდევ გაუარესებული სიტყვის თავისუფლებას არ ვიცი რომელიმე მთავრობა ეს ებრძოდა Facebook-ს აკონტროლებდა რომელიმე მთავრობა რომ ეს დაწერა და ის არ დაწერო არის მართლა შევანაძის რომ სანატრელი გახდა მართლა რასაც ადამიანები უკვე ამბობენ ხო თორე პოლიტიკური პლურალიზმის ის დონე რაც წარსულ პარლამენტებში ყოფილა ამ ქვეყანაში ეგეც სანატრელი გახდა აი იავარქმნილ ერთპარტიულ არალეგიტიმურ წარმონაქმში სახელად ეგრეთ წოდებული პარლამენტი რომელიც ელემენტარულად სულ გენიოსები იჯდნენ 99 არიან და კონსტიტუციას არის ესაბავი აცდენილი ამიტომ ვამბობ რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე რაც გადატვირთავს პოლიტიკურ სისტემას არამედ გამოსავალი რეალურად არ არსებობს. ბადოგრიგო სამწუხაროდ ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ და დღეს ვეღარ ვასწრებთ ადგილობრივ არჩევნებზე და მით უმეტეს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს რომელიც ჯერაც კი დანიშნულა თუმცა დასასრულისკენ აუცილებლად უნდა გკითხოთ აი მით უმეტეს საგარეო ურთიერთობები ახსენეთ პრობლემა რომლის წინაშეც როგორც ჩანს რეალურად დგას საქართველოს გულისხმობ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკს აი დონალდ ტუსკის გუშინდელი განცხადების შემდეგ უკვე რომ არალეგალური მიგრაციის პრობლემის შესამცირებლად შეზღუდავენ და შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას მათ შორის საქართველოსთან კიდევ ერთხელ გააქტიურა მოკლედ კითხვა რამდენად შეიძლება საქართველოს ეს მონოპოლარი მართლაც დაკარგოს. ახლა პოლონეთი რომელსაც ტუსკი წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა ხო შესაბამისად აი ის რომ პოლონეთი ლობირებს ამ საკითხს რამდენად ნიშნავს იმას რომ ევროკავშირის ფარგლებში ეს თემა სერიოზულ სახეს მიიღებს. ხო პოლონეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა თან პრეზიდენტი არის ძალიან ტრაგიკულია ამ კუთხითაც ვითარება რატო იმიტომ ჩვენ ვიყავით აი პერსპექტივაში შევხედოთ ძალიან მარტივად ხო ჩვენ ვიყავით წამყვანი სახელმწიფო რეგიონში ვიყავით ერთ-ერთი კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობაში აი პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციისა და ვიყავით მაგალითი იმისა რომ შეიძლებოდა დიდი და კარგი ამბები აქაც მომხდარიყო ამის კერ შეგვიძლია ნაბიჯები გადაგვედგა კიდევ უფრო აქტიურად დემოკრატიული რეფორმით მართლმსაჯულების რეფორმით რასაც მოყვებოდა მეტი ეკონომიკური ინვესტიცია მეტი შანსები მეტი დასაქმება მეტი პერსპექტივა ქართველი ადამიანისთვის რაც არის ჩვენი მიზანი და მოყარა უყოსლა დემოკრატიაში მართლმსაჯულების სისტემის ტოტალური კრახი იგივე კლანის ტოტალური გაბატონება უვადოდ დანიშნეს ის ხალხი რომელიც მიშა სააკაშვილის უსამართლო დავალებებს ასრულებდა იმ რეჟიმის უვადოდ დანიშნეს რაზეა საუბარი და ეხლა როდესაც საქმე მიდგა იმაზე რომ ევროპამ გითხრა შენ თუ გინდა გქონდეს ეს პრივილეგია და ხაზი გაესვას რომ უვიზო რეჟიმი მეგობრებო არის პრივილეგია ყველას ის არ აქვს ზოგს აქვს და ბევრს არ აქვს ეს არის პრივილეგია პრივილეგიას აძლევენ მეგობრებს პარტნიორებს ხო რაღაცისთვის, იმიტომ რომ მეგობარია, იმიტომ რომ მოგწონს ეს ხალხი, იმიტომ რომ კარგ გზაზე დგანან, იმიტომ რომ გინდა წაახალისო და იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გინდა რომ შენს ოჯახში მიიღო. ხო, კარი უნდა გაუხსნა. უვიზოდ მიმოსვლა ნიშნავს კარის გახსნას. უვიზოდ მიმოსვლა ის ხო არა შევხედოთ. უვიზოდ მიმოსვლა რა არის შენი სახლის გასაღებს აძლევ ვიღაცას, ხო? უცხოს გამლევს აძლევ ქუჩაში შენი სახლის გასაღებს არ აძლევ. ვის აძლევ შენი სახლის გასაღებს, ხო? მეტაფორულად იმას, ვისაც ენდობი. ვინც გინდა რომ შენი დიდი ოჯახის წევრი გახდეს, ხო? ქუჩაში ვარიგებთ შენი სახლის გასაღებებს? არა. ვეუბნებით ყველას მობძანილ ბატონო აქა? არა. ვიღაცა ვინც მოგწონს, კარგია, სწორია. ეხლა ვიღაცა ვინც მაპატიეთ და გაგინებს, გლანძღავს, გაბრალებს შეთქმულების თეორიებს, გილანძღავს პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს, ამბობს რომ შენ გინდა თურმე საქართველოს ცუდად ყოფნა. როცა მილიარდები გაქვს ჩადებული ამერის განვითარებაში. როცა ხელი გაუწოდე რომ 3-ჯერ მეტი ხელფასი ქონდეს, 4-ჯერ მეტი პენსია ქონდეს, უკეთესი სკოლა ქონდეს, ფასები არ იყოს ესეთი. აი გერმანიაში თქვენი ხელფასით უკეთ იცხოვრებს მეგობრებო, ყველა ბევრმა იცის ეს ძალიან, ხო? ჩვენი ქართული ხელფასით გერმანიაში შეიძლება უკეთ იცხოვრო. და აქ არის აუტანელი ფასი.
გვაქვს სომალის ხელფასები და პარიზის ფასები. აი ესეთ ვითარებაში ვარ ვიყოთ, ამიტომ გვჭირდება ევროპული კავშირი. და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პროაქტიული ნაბიჯები გადაგვედგა იქეთკენ, ყველა შესაძლო ნაბიჯი გადაგვედგენეს დაშორებისკენ. და აი მოლდოვამ მაგალითისთვის და აი მეორე ფრონტზე არ შემიძლია არ გამოვიყენო ეს ეთერი. ხო, აი მეორე ფრონტზე გველაპარაკებიან ხოლმე, ხო, რომ მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა თურმე კოცებს კობახიძის ყურში ჩაჩურჩულის. კითხვა მაქვს, მოლდოვაში რატო არ არის ომი? მოლდოვამ გაატარა ყველა შესაბამისი ზომა. რატომ არ არის ომი? უფრო ახლოს არ არის? სასაზღვრო სივრცე არის ხო შევაგზავნე უკრაინის შემდეგ არის ხო პირდაპირ ხო ჩვენგან განსხვავებით. იქ რატომ არ არის? ლიტვა, ლატვია, ესტონეთი რატო არის? იმიტომ ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან. მოლდოვაში რატო არ არის? იმიტომ რომ სწორ გეზზე დგანან. ეს ომის თეზა ამითაც მარცხდება და მოლდოვა მიიღო 2 მილიარდი ნახევრის სესხი და 385 მილიონის პირდაპირ ქეში დახმარება ხო იმისთვის რომ განვითარდეს 2025-2027 წლებში ჩვენ რა მივიღეთ იმასაც კარგავთ მილიონობით ქართველი რაც ჰქონდა ტრადიციულად რასაც უამრავი ადამიანი იღებს ემიგრანტი ოჯახები ნახონ რომ ბიზნეს იდეები წამოიწყონ განათლება მიიღონ კურსებზე ჩავიდნენ უამრავი ადამიანი კარგავს სიკეთეს იმიტომ რომ რამდენიმე გონებარეული კოცი არის რუსეთის დავალების გამტარი და ეს ასე ვერ გაგრძელდება შეუძლებელია რომ მილიონობით ქართველის ინტერესის წინააღმდეგ გაიმარჯვოს რამდენიმე ათეულმა მონამ და არარავამ ესეც მეუხსენ 20000 ლარს გადააჭარბეთ და მე მგონი ვალებით მიდიხართ ჩემი ეთერიდან მადლობა ბატონ გრიგოლ სტუმრობისთვის და თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის დღეს დაგემშვიდობებით სხვა დროს ისევ შევხვდებით ერთმანეთს თავისუფალ სტუდიაში კი ახლა რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ ირაკლი მელაშვილი შემოგვიერთება ასე რომ დაგვაერთეთ რეკლამა დასრულებულია ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ დღეისთვის ბოლო სტუმარს ამჯერად პოლიტიკურ პერიპეტიებზე ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებებს მოვისმენთ მათედევიძის საქმე შეტევა Facebook პოსტებზე უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხე და ასე შემდეგ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია თემების რაც სწორედ ახლა შეფასების საგანი ასე რომ არ დავკარგოთ დრო და დავიწყოთ გამარჯობა ბატონ ირაკლი და მადლობა რომ შემოგვიერთით ბატონ ირაკლი გავყვეთ მოდით აქტუალურ საკითხებს თუმცა სამწუხაროდ არაფერ კარგზე არ გვიწევს საუბარი პირიქით ძალიან მძიმეა ის თემა რითაც უნდა გავხსნათ გადაცემის ეს ნაწილიც გულისხმობ მათედევიძის საქმეს და განაჩეს რომელიც თავის მხრივ გულისხმობს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას სწორედ ამ ასე ვთქვათ განაჩენით დასრულდა 21 წლის მომიტინგის საქმის განხილვა სასამართლოში. ხა მისი სრულად გამართლების მოლოდინი ალბათ არავის გქონდა, თუმცა მაინც აი რა გაჩვენათ მოსამართლის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ. როგორი სამართალი მუშაობს დღეს ჩვენს ქვეყანაში, მოდით ასე ვკითხავთ. არანაირი სამართალი არ მუშაობს, უკვე კონსტიტუციის მე-11 მუხლი არის გონი, პირველ პუნქტში გვიწერია, რომ სამართლის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორი არის. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საოცარი რამე გაეკეთებინა. მან თქვა, რომ ცალკე განსაკუთრებულად მოქალაქესთან შედარებით, ცალკე განსაკუთრებულად დაცული უნდა იყოს თანამდებობის პირი. ანუ მე თუ თანამდებობის პირი შემაგინებს არაფერი, მე თუ თანამდებობის პირს შევაგინე, აი ამ კანონით მე მეკუთვნის დაიშა. თელ სოფლიოში კანონები ადამიანის უფლებების დარგში იქნებოდა იმისათვის, რომ ადამიანი დაეცვა თანამდებობის პირებისაგან და სახელმწიფოს ძალადობისაგან. ეს იყო არსი. ჩვენ შევატრიალეთ ახლა, და განსაკუთრებული დაცულობა გადაწყვიტა ჩვენმა პარლამენტმა განსაკუთრებული დაცულობა მიენიჭებინა თანამდებობის პირებისათვის. ანუ თუ თანამდებობის პირები, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ადამიანებს, რომლებიც არიან პროდასალური ორიენტაციის ეძახიან უსამშობლოებს, ეძახიან ქვეყნის მოღალატეებს, გამყიდველებს, ეძახიან აგენტებს. ამაზე არაფერი. მათ შეუძლიათ ეს განაგრძონ. მაგრამ თუ კი შენ ამის გამო მონას დაუძახებ, მარიამ ლაშს, მაშინ შენ ამის გამო დაიჯებ. ეს არის ის სამართალი, რომელსაც ამკვიდრებს დღეს სახელმწიფო, მათედევიძის საქმე გაგრძელებაა. ჩემთვის ტრაგედია სხვა რამეა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა ეს. 35 წელია გასული საქართველოს დამოუკიდებლობიდან არც ერთი ხელისუფლების დროს არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, რომელიც წინააღმდეგებოდა ხელისუფლების თავმებობას. სისხლის სამართლის დანაშაულების სფეროზე ვიძახი პირველ რიგში. და ეს მართლა ტრაგედია არის ქვეყნის
ეს ტრაგედია არის საზოგადოების არ მარტო ხელისუფლებების პრობლემა. ბევრი ისტორია წამიკითხავთ, თავი გავანებოთ ევროპულ ქვეყნებს, ბევრად ნაკლები განვითარებული, ბევრად ნაკლები დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნები, ავიღოთ იგივე სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ათობით მოსამართლეს. ზოგი დახვეტილია, ზოგი დახოცილია, ზოგს ოჯახი დაუტერორეს, მაგრამ ეს ადამიანები პრინციპებს, სამართლის პრინციპებს იცავდნენ და არ უწვებოდნენ ხელისუფლებას. 35 წელი არ არის ცოტა ქვეყნისათვის. ერთი არ გამოჩნდა ამ ქვეყანაში. ერთი მოსამართლე, რომელიც გაბედავს და არიზამს. არჩევანების დროს თავის მხრივ რა დიაგნოზია შეხოთშორის დღეს დავსვით ჩვენ ეს კითხვა სხვა სტუმრებთან რატომ არ გამოჩნდა ერთი მოსამართლე, ერთი პროკურორი, ერთი პოლიციელი, რომელიც იტყვის რომ ასე არ შეიძლება. პოლიციელების ხათაშორის კანტიკ უნდათ ყოველთვის შდებოდნენ ვიღაცაები, ოღონდ მიდიოდნენ ქვეყნიდან და მერე აცხადებდნენ, ხო ამას. პროტესტის ნიშნად არ მახსოვს, ბევრი არ მახსოვს რომ დაეტოვებინოს ყოველ შემთხვევაში. მოსამართლე საერთოდ არც ერთი. არ ვიცი, პრობლემა შეიძლება ჩვენი საუნივერსიტეტო და ამ საერთოდ რა ვდით, რა ღირებულების ადამიანებს ვდით ამ სფეროში. საერთოდ საბჭოთა კავშირის დროსაც იურიდიული ფაკულტეტი ამ ძალიან პრობლემური იყო, იმიტომ რომ იმ ძირითადად მიდიოდნენ ადამიანები და უყალიბებდნენ ფსიქოლოგიას, არა ადვოკატის, არამედ პროკურორის, ანუ ყოველთვის მთავრობის მხარეზე უნდა იყოს. და ალბათ ეს გაგრძელდა, არ ვიცი, მე არა ვარ ამის სპეციალისტი, მე შემიძლია უბრალოდ ფაქტი ვთქვა. და მათედევიძის საქმე ჩემთვის კიდევ ერთი დადასტურება იმ ტრაგიკული რეალობის, რომელშიც არა მარტო სახელმწიფო, მთელი საზოგადოება იმყოფება, ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ამ საზოგადოებას ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვს ეს სამართალი იპოვოს სასამართლოში თუ მას სახელმწიფო უპირისპირდება და ხელისუფლება სახელმწიფო კი არა მთავრობა უპირისპირდება და მმართველი პარტია უპირისპირდება და ჩემთვის მათედევიძის საქმე კიდევ ერთხელ ვიმეორებ კიდევ ერთი დადასტურება იმისი თუ რა მდგომარეობაში არა მარტო სასამართლო კორპუსი არამედ მთელი ქართული იურისპრუდენცია რაებს ზრდის რას უნდებს ამ ბავშვებს თავში ვინც ამთავრებენ იურიდიულ ფაკულტეტს რამდენია პარლამენტში დამთავრობაში თანაკურსელები არიან კი რა ხელისუფლებაში ეგრე იყო იურისტები კაიდან ხო ვერ ვიტყვით ამ ადამიანებზე რომ სავარაუდო არ აქვთ მოვლილი და სოლური განათლება ანუ ყველაფერი მიღებული აქვთ ეს ყველაფერი აჩვენებს რომ განათლება ხელს უწყობს რა თქმა უნდა ღირებულებების მაგრამ ეს არ გიცავს იმის რომ აბსოლუტურად უღირებულებო იყო აფრიკის დიქტატორების მნიშვნელოვანი ნაწილი წინვალე განათლება ჰქონდათ საფრანგეთში და ბრიტანეთში მიღებული ოქსფორდები კემბრიჯები და ასე შემდეგ ისინი დიქტატორები იყვნენ ამიტომ ეს არის პრობლემა მათედევიძის საქმე კიდევ ერთხელ გვიჩვენებს რა კატასტროფაში იმყოფება მთლიანად ჩვენი მოსამართლე და კორპუსი და საზოგადოება ამ კუთხით. ბატონო, გადავხედოთ მოდით სხვა თემებსაც, ახლა იმ პოლიტიკურ პერიპეტიებსაც აქამდე ვხედავდით, ემატება ისიც, რომ აი ხელისუფლებამ სოციალური ქსელების გაკონტროლებაც დაიწყო. ხო, უყურებენ ვირას პოსტავს, ამის პარალელურად კი საჩივრები მზადდება და ასე ვთქვათ, შედის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ქართული ოცნება აქტიურ მოქალაქეებს და ეს იცის უკვე ჩვენმა მაყურებელმა, მათ შორის ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პოლიტიკურ ოპონენტებსაც ისწორედ Facebook პოსტების გამო იბარებს სასამართლოში. და რაც მთავარია, მათ ადანაშაულებს შეურაცხყოფასა და ლანძღვა-გინებაში. დღეს გვესმოდა პოლიტიკოსების შეფასებები, რომ ეს არის განწირული რეჟიმის სიმპტომები და რომ ეს არის ქართული ოცნებისთვისაც ბოლო ფაზა. აი თქვენ რას გაჩვენებთ უკვე უშუალოდ Facebook პოსტებზე შეტევა? ეს რომ გითხრათ. მეორე ქვეყანა ვართ, პირველ რუსეთში არის, რუსეთი არის, რომელიც პასუხისგებაში აძლევს ადამიანებს Facebook პოსტებისათვის მაქსიმუმ დიდი რაოდენობით ხდება ეგ ეს არის ძირითადად ეხება ადამიანების დამოკიდებულებას უკრაინასთან ომზე და არმიის დისკრედიტაციაზე იქ ამაზე ხდება მაგრამ აქ კიდევ უფრო შორს ავეით იქ მაინც შეიძლება ჩათვალო რომ რაღაცა ომში აქ ქვეყანა და ისინი ცდილობენ რაღაცა ეს ომში ერთიანობაში ინარჩუნა გარფერი მსგავსი ხო აქ ლაპარაკია იმაზე რომ რომელიღაცა თანამდებობის პირს არ მოეწონა მასზე რა თქვეს ოღონდ ხო ხვდებით ყველა რომ უეცრად როდესაც 30 თანამდებობის პირი სიტყვა დაიწყებს
განცხადებების შეტანა სასამართლოში ეს რომ მათ თავში მოსული არ არის ყველას ერთად ხო არ მოუვიდოდა 30 კაცს რა ანუ ეს არის რაღაცა ერთიანი ბრძანება გაცემული უფროსის მიმართ რომ მიდით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე არ მჯერა იმის რომ ათობით ადამიანს ერთმანეთს დამოუკიდებლად ერთ დღეში მოსდით ერთი და იგივე რამის კეთება საკუთარ თავებში ამიტომ ხო ეს არის გარკვეული ბრძანება რომელიც აღწევისგან მიიღეს აი მეორე მხრივ შევხედოთ რითი ხსნიან პოსტების კონტროლს ქართულ ოცნებაში ზიზღის ენა რომელიც იმპორტირებულია და გარედან მოდის უნდა შეჩერდეს ადამიანები ვის წინააღმდეგად საჩივრები შევიტანეთ გარედან წამოსული დავალებების შემსრულებები არიანო ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ხედავთ თუ არა ზიზღის და სიძულვილის ენას ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის თუ არა ეს პრობლემა შესაბამისად არის თუ არა ეს შესაძლებელი მაგრამ ამავე დროს რა კავშირი შეიძლება ამ ყველაფერთან გქონდეს ბრიუსელს, ევროპას და დასავლეთს. პირველი, რა თქმა უნდა, ვხედავ. მეორე, ისევ იმ გამოცდილებით, რაც გამაჩნია ყოველთვის, როგორც წესი, სიძულვილის ენის კულტივატორი პირველი იყო ხელისუფლება ხოლმე. სიძულვილის ენა თუ კულტივირებულია უცხოეთის მიერ უკაცრავად, მაგრამ სამხარაძე, უცხოეთის მიერ თითო სამხარაძე, უცხოეთის მიერ კულტივირებულს მიყვება. ეს ჩვენი პრეზიდენტად წოდებული ბატონი ყაველაშვილი დედას რო იგინებოდა პარლამენტის ხდომაზე ის უცხოეთის დავალებას ასრულებდა. ნამდვილად გავაგრძელო ეს ზარქუა. დედას რო იგინებოდა იქ ვაგინებდა ადამიანს ის იმაში საუდის არაბეთში იყვნენ მგონი ანუ კალათბურთელი ბატონი ვიქტორ სანიკიძე და ასე შემდეგ. ანუ ესენი უცხოეთის აგენტები არიან მათ დავალებებს ასრულებენ. უამრავ მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. მათ შორის ოცნების მომხრეების ახლა დღეს გამცელდა ხო რამდენიმე დედის გინება აი დაკავებულ ახალგაზრდაზე დევიძეზე. ეს სიძულვილის ენა არის hate speech-ია კი. ესენი ანუ მისი მათი მომხრეები უცხოეთის აგენტები არიან. ისინი სულ აიბლანდნენ იმ სისულელეში, რასაც ლაპარაკობენ. გამართლება ყველაფერს შეიძლება 37 წელს ხალხს რაზეც ხრიტავდეთ, თქო რომ იქ წაიკითხოთ, ზუსტად იგივე არის. უცხოეთის აგენტები, უცხოეთის დავალების შემსრულებლები ებრძვიან მართლ პარტიასა და მთავრობას და თანამდებობის პირებს, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. იგივეა. ამიტომ არაფერი ხელწერაში საერთოდ ავტორიტარული რეჟიმების ხელწერა არის ძალიან პრიმიტიული და ძალიან გავს ერთმანეთს, იმიტომ რომ მოძებნო მტრის ხატი შექმნა მტრის ხატი და ადამიანებს უთხრა მტერი ეს არის და ამის გარშემო მოახდინო კონსოლიდირება, რაც პოლიტიკა არსებობს ალბათ საუკუნეების დათასწლებლების განმავლობაში ეს ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მე ერთი მაინც ვთქვი თუ ეს ყველაფერი უცხოური გავლენა არის და უცხოეთის დავალება არის. მაშინ პირველი უნდა მიიყვანონ ბატონი ყაველაშვილი, ბატონი დიმიტრი სამხარაძე, ბატონი ვიქტორ სანიკიძე და ასე შემდეგ ხა ამდენ ჩამოვთვალო, ხო? ყველა შევიდეთ აქეთ და ვნახოთ. კაი, ეს ბავშვები ისინი ვინ არიან? ესეა მაშინ რა? ან მაშინ უნდა გვითხრან, რომ არსებობს ამ ქვეყანაში ორი სამართალი. მიხეილ ყაველაშვილს აქ დედის გინების უფლება, ირაკლი მელაშვილს არა. მაშინ მეწოდნება. კეთილი, გასაგებია, მადლობა თქვენი პოზიციის გაზიარებისთვის. სხვა საკითხებსაც მინდა შევეხოთ, მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირიდან უვიზო მიმოსვლის საკითხი, დონალდ ტუსკის განცხადებას მოისმენდით ალბათ, ხო, სწორედ ამ განცხადების კონტექსტში მინდა გკითხოთ, ხა პოლონეთის პრემიერი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან მიიღონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ხა თვითონ ტუსკი ამბობს, რომ მიზეზია არალეგალური მიგრაციის შემცირება, თუმცა მაინც ისმის კითხვა, რამდენად შეიძლება ის სწორედ ეს იყოს გადაწყვეტილებამდე მისვლის რეალური მიზეზი. აი ღმერთმა არქნას და თუ კი ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ, ეს რას უნდა დავაბრალოთ? მართლაც გაზრდილ არალეგალურ მიგრაციას თუ სინამდვილეში სხვა რამეს და მარტივ მისახვედრია ამ შემთხვევაში ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას. არალეგალური მიგრაცია მართლა გაიზარდა, ეს არის ფაქტი, მაგრამ მე არ ამგონია ეს აწუხებდეთ ახლა. მთელი საქართველოს არალეგალურ მიგრაციაში ემიგრანტად წავიდეს ევროპაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე სირიის ომის დროს ნახევარ წელიწადში შედიოდა
ევროპის ქვეყნებში მარტო გერმანიაში რაც შედიოდა, გერმანიაში შედიოდა უფრო მეტი წელიწადში, ვიდრე მთელი საქართველოს მოსახლეობა არის. ამიტომ ბუნებრივია, რომ აქ პოლიტიკაზეა საუბარი. ანუ მე ვიმაჩნია, რომ თუსკი ცდება. იზოლაცია ქვეყნის და არა ელიტების იზოლაცია ქვეყნის არადროს არ არის კარგი შედეგის მომტანი იმ საზოგადოებისათვის. ხელისუფლება ცდილობს იზოლირებული სახელმწიფოს და იზოლირებული საზოგადოების აშენებას. იმიტომ მიზღუდავს Facebook-ს, აზრის გამოთქმას, გამოხატვას, უცხოელებთან კონტაქტს. ეს ხო საბჭოთა კავშირიდან მოდის. საბჭოთა კავშირიდან არის პირდაპირ გადმოტანილი ის ნორმა, რომ შენ თუ უცხოელო ორგანიზაციიდან აი მეგრანტ შეგიძლია მიიღო მთავრობის თანხმობა უნდა გქონდეს. საბჭოთა კავშირში იყო ეგრე. უცხოელთან კავშირის დამყარება თუ გინდოდა მთავრობას უნდა მიეცა შენთვის, ასე ვთქვათ, თანხმობა. ხოლო ჩვენთან თუ ჩაკეტილი საზოგადოება იქნება, უფრო ნაკლები გავა ევროპაში, უფრო ნაკლები ევროპელი შემოვა, ეს უფრო გააძლიერებს ავტარქიას. დემოკრატია იმარჯვებს იქ, სადაც არ ღია საზოგადოება. საქართველოს ჩაკეტვა არ მოიტანს არაფერ კარგ შედეგს არც საქართველოსათვის, საქართველოს მოყვარეებისათვის ვიძახი. საქართველოს ჩაკეტვა შეიძლება გააძლიეროს რაღაცა ეტაპზე ხელისუფლების პოზიციები. მე ამის ძალიან მეშინია, რომ ეს შეცდომა ევროპელებმა არ დაუშვეს და ტუსკი ძალიან ცდება, როდესაც ამ ინიციატივით გამოდის, თუმცა მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას შანსი არ აქვს, იმიტომ რომ კონსენსუსია რამდენადაც ვიცი ამის განსახორციელებლად საჭიროა. ბატონო, ამ შემთხვევაშიც მინდა შევხედოთ, რას ამბობენ ქართულ ოცნებაში და ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძის პოზიცია გავაცნოთ საზოგადოებას, რითაც აი სწორედ დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს არის შანტაჟი. ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ ქართველი ხალხის მიმართ მუქარა, რაც საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება, არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართულ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ციტატის დასასრული ირაკლი კობახიძის განცხადება, ეს როგორც გითხარით, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ვარაუდი და ბრალდება იმის თაობაზე, რომ არ ვიცი, ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროკავშირი ქართველი ხალხის დაშანტაჟებისთვის იყენებს, იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა არჩევანი აღარ გააკეთოს შემდეგ არჩევნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ. ავიწყოთ იმითი, რომ მონარქიებს ახასიათებდათ მე ქართველი ხალხი. მე ფრანგი ხალხი, ლუი მე-14 ცნობილი ტერმინი. ქართველი ხალხი ერთია, სახელმწიფო მეორე, მთავრობა მესამე. ევროკავშირი ემტერება საქართველოს მთავრობას, იმიტომ საქართველოს მთავრობა არა დემოკრატიულ კურსს ატარებს. ის რომ ევროკავშირი ებრძვის საქართველოს მთავრობას და აცხადებს მას არადემოკრატიულად და აკრიტიკებს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რაც არ უნდა მოინდომოს კობახიძემ, რაც არ უნდა შეფუთოს ეს და გამოიყვანოს, რომ მასთან ბრძოლა და მის მთავრობასთან ბრძოლა არის ქართულ ხალხთან ბრძოლა, ეს ესე არ არის. ამიტომ დანარჩენი ეს ყველაფერი არის, აი ეგ შევიდეთ ChatGPT-ში, უბრალოდ იქიდან გადმოწერილი მესეჯები არის. როგორ უნდა აწარმოო, სხვადასხვის ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ კუთხით და ძალიან ცდილობენ, რომ აი ამერიკაში არიან ძალიან მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკოსები, მათ შორის ვენსი და მის უკანდგარი პოლიტიკო ბიზნესელი და აი ზუსტად მათი ლოზუნგების და ზუსტად მათი იდეების წყალებში გამოტანა უნდა. თქო ძალიან კარგი შედარება იყო ერთი რაც მოვისმინე, შორის ხელოვნურმა ინტელექტუალთან ვინმე ისინიო იდეალისტები არიან და ესენი აფერისტები. მართლა ესეა. ესენი სოციალ-დემოკრატები იყვნენ, ხო ცოტა ხნის სოცინტერნში იყვნენ. სოცინტერნიდან როდესაც გამოაძევეს ყველაზე დიდი საწინააღმდეგო სოცინტერნის რაც კი შეიძლება იყოს კონსერვატულ ალიანსში ამოყვეს თავი. ხვალ უკიდეგანო ლიბერალები გახდებიან თუ დაჭირდათ. საქმეც ზუსტად იმაშია, რომ რაიმე ლოგიკის ზებნა ამ განცხადებებში შეუძლებელია თუ ჩვენ საღიაზრს ლოგიკას ვეძებთ, ერთ-ერთი ლოგიკა აქვს მათ. ისინი ენტერებიან ყველას, ვინც მათ დემოკრატიას თხოვს, იმიტომ რომ დემოკრატიის ეშინია, დემოკრატია ნიშნავს ხელისუფლებების სრულებებს არჩევნების გზით, ეს მათ არ უნდათ და ისინი მეგობრებენ იმ ქვეყნებთან და იმ ლიდერებთან,
რომლებსაც ფეხებზე კიდიათ საქართველოში ამა დემოკრატია იქნება, მიტინგებს დაარბევენ თუ როგორ არჩევნებს ჩაატარებენ და ასე შემდეგ. ეს არის და ეს იმიტომ ემტერებიან ისინი ევროპას და დღეს. ადორეკლი ბოლოსკენ გავდივართ და ცოტა დრო მოდით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხსაც დავუთმოთ, მით უფრო რომ ეს თემა უფრო და უფრო იძენს აქტუალურობას, იცით რომ ორად იყოფა აზრი როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე სხვა შორის ექსპერტთა წრეებში იმის თაობაზე როგორ უნდა მოიქცნენ ოპოზიციური პარტიები. აი გითხარით რას ფიქრობთ თქვენ, რომელიც გზა სჯობს პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს მოუწოდონ არჩევნების ბოიკოტირებისკენ, თუ მოუწოდონ პირიქით არჩევნებში მისვლისკენ და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერისკენ. ახლა როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდის პროცესების ფონზე განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს ხელისუფლებისადმი მოქალაქეების უკმაყოფილების ხარისხი და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ხო? შესაბამისად, აი ეს ფონი, ქართული ოცნებისადმი ელექტორატის უკმაყოფილება, თუ კი ეს მართლაც ასეა, ოპოზიციამ როგორ უნდა გამოიყენოს და საერთოდ უნდა გამოიყენოს თუ არა? პირობები არის ყველაფერსათვის საჭირო, ხო? მოდი ვთქვათ მარტივად. პირველ რიგში საზოგადოებას და ოპოზიციას შესაძლებელი აქვს ერთ რამეზე ტაქტიკაზე როდესაც ვსაუბრობთ რა უნდა ქნას ოპოზიცია გვაწყობს თუ არა რომ თბილისის მერის პოსტი წავართოთ ხელისუფლებას. ხო რა არის ამ კითხვაზე თქვენი პასუხი? ჩემი რა თქმა უნდა მე დიდი ხანია ვიძახი რომ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მარტო ჩემზე ხო არ ელაპარაკი. თუ ამაზე ვთანხმდებით რომ ეს გვაწყობს, აწყობს ოპოზიციას, აწყობს პროტესტულ ელექტორატს ასე მერე უნდა დავჯერეთ და უნდა ვთქვათ რა პირობები არის ამისათვის საჭირო. უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი, უნდა იყოს ოპოზიციური ერთობა, უნდა იყოს კარგად მომზადებული კომისიის წევრები, უნდა იყოს ძალიან ბევრი უცხოელ დამკვირვებელზე არ ვიზახით. ჩვენი დამკვირვებლები, აი ის 200,000 კაცი რომელიც ქუჩაში იყო გამოსული. ვერავინ ვერ მოუგებს მაშინ ოპოზიციას. და შემდეგ უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, მათ შორის უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, დაუშვა ოპოზიციამ ბოლო არჩევნებზე, იმიტომ რომ ასე არ არის სწორი შენ უბრალოდ გაყალბებას დააბრო. გაყალბება იმიტომ შეძლო ოცნება იმდენიც რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა უნებს. და კიდევ ბევრი რაღაცა მოხდა, კამპანიაც არასწორად ჩაატარა და ასე შემდეგ. ბევრი იყო ამაზე ლაპარაკი და მე ყოველთვის ვიყავ იმის ახლა იგივე ოპოზიცია ყავს სახეს. არა, ოპოზიცია იგივე ყავს, მაგრამ ხოში გავიგე, მაგრამ ადამიანების გაწევა ახლა რატომ უნდა ვიფიქროთ რომ ყველაფერს და მოდი ესე ვთქვათ რა, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მაგ ლოგიკით მივდივართ იქითკენ რომ საერთოდ საქართველოში არჩევნებს არასდროს აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ოპოზიცია ნუ ახლა ციდან არ ჩამოვარდება და ჩერჩეს აქ არავინ არ ჩამომიყვანს მე, ხო? ამიტომ ოპოზიციას უნდა ვაიძულო თუ თანხმდებით ამაზე რომ გვაწყობს თბილისის მოგება. მაშინ ოპოზიციას უნდა აიძულოს საზოგადოებამ შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა. გაერთიანდეს, უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ უბნები დაიცვან, უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ ბევრი დამკვირვებელი. სინამდვილეში ამაში არაფერი სირთულე არ არის. თავარი საკითხი არის შეთანხმებები მოხდეს. დღეს რაც ხდება, ეს არის ყველაზე კარგი ხელისუფლებისათვის. მე უბრალოდ მინდა ერთი რაღაცა თქვა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყებს ჩემი აზროვნების და სიტყვის თავისუფლების კონტროლს. ხელისუფლება თუ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და იძახიან, რომ რაღაც აზრი მათ არ მოეწონათ, ამას დაუძახო, რომ შენ ხარ მოღალა და შენ ხარ მტერი, ამას უნდა გავანებოთ თავი, განსაკუთრებით ოპოზიციაში. ის რომ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გაზრდილი არის, არ მოხდა ამისი გადასვლა ოპოზიციის რეიტინგის ზრდაში. ხელისუფლებამ დაკარგა, მაგრამ ოპოზიციამ არ შეიძინა ოპოზიციამაც დაკარგა. ანუ იზრდება რიცხვი იმ ადამიანების, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია. ამ ვითარებაში გვაქვს გამოსასწორებელი მდგომარეობა და პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მარტივ თემაზე არის შესათანხმებელი. ან ვინმემ არგუმენტი თქვას, რომ რატო არ გვაწყობს თბილისის არჩევნების მოგება, რატო არ გვაწყობს თბილისის არჩევნების მოგება, რატო არ გვაწყობს ამის წართვევა ხელისუფლებისათვის. ხოლო ამის შემდეგ თუ კი ამაზე ვთანხმდებით, მერე მიდის უკვე საუბარი, აი მესმის რომ მაინც გააყალბებენ. უკაცრავად ჩვენ ახლა ხელისუფლების ნამუსის მოწმენდაზე ვმუშაობთ. ანუ ხელისუფლება თუ გააყალბებს არჩევნებს, ხელისუფლება თუ გააყალბებს არჩევნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩარდა, მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა, ჯერ ესეთი გავაყალბებინებ თუ არა ამაზე მაქვს სამუშაო,
მაგრამ არგუმენტი რომ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და მოდი ისეთი არჩევნები ჩავატარებინოთ, სადაც კონკურენცია არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება შეუქმნა პირობები, რომ გაყალბების გარეშე მოიგოს. მაგრამ ბატონო ირაკლი, კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც სხვათა შორის ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ძალები სვამენ. აი როგორ უნდა გადააბიჯოს ოპოზიციამ იმ ფაქტს, რომ აქციებზე დაკავებული ათობით ახალგაზრდაძის ციხეში და სხვათა შორის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციურ ძალებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ, სხვათა შორის თვითონ დაკავებული პირები ამ ბოიკოტირებით ეს ახალგაზრდები უკაცრავად კითხვას დაგისვავთ, ბარემ, აი როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად, მართლაც რამდენად მართალი იქნება ოპოზიცია თუ კი შექმნილ სიტუაციაში მუნიციპალურ არჩევნებში. მოდი კითხვა შემოვატრიალებ და ბოიკოტს თუ გამოვაცხადებ, ამით ის ახალგაზრდები გარეთ გამოდიან? რითი უმჯობესდება მათი მდგომარეობა იმ ახალგაზრდების დემაგოგიას თავი გაანებონ? მარტივად არის თემა ძლიერი ოპოზიცია უფრო მიეხმარება იმ ახალგაზრდების გამოსვლას, ვიდრე სუსტი. და თუ თბილისს მოუგებ ოპოზიციას ხვაძალა ექნება. იცით რაში ასაქმე? თბილისს მოგებულზე იქ რუსთაველზე ასე ვეღარ გამომიყვანენ პოლიციას და ვერ დამირბევენ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ კანონი არსებობს, პოლიცია ხელით ვერ შეეხება ვერავის თუ თბილისს გასა მიტინგის ჩატარების უფლება. და კიდევ უამრავი რამე. და კითხვა მაქვს, კაცო, ოპოზიციის ბოიკოტი ამ ბავშვებს გარეთ გამოყვანას რაში უწყობს ხელს? და რომელურებია ნორმალიზაცია მოხდებაო პროცესი, სად გაგიგიათ ხალხო საარჩევნო კამპანიის გასვლა, კონკურენტურანი არის საარჩევნო კამპანიის წარმართვის დროს ნორმალიზება ხდება თურმე და თუ კონკურენტოდ გაუშვებ, ესე იგი ხელისუფლება და საერთოდ არ დებატები იქნება და არც არაფერი იქნება და ხელისუფლება ყოველგვარი გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს, ეს არის თურმე დაძაბვა ხო სიტუაციის. რაღაცა ლოგიკა ხო არსებობს. პროცესების როგორ განვითარებასთან მივალთ, მოდით ამასაც გითხავთ, თუ კი ოპოზიციური სპექტრი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ვარიანტად საბოლოო ჯამში მაინც განიხილავს იმას, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას მუნიციპალური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში და ამისთვის არ ვიცი სხვა გზები და სხვადასხვა ხერხი იქნება გამოყენებული. ხო, თუნდაც, ანუ სხვადასხვა გზით, სხვადასხვა ხერხი. შეიძლება 3500-ზე ხელი შეუშალოს, წადი და არჩევნები მოუგე, მამაც ხონებული. წადი და არჩევნები მოუგე. ცალკე კითხვაა კიდე ბატონო ირაკლი, შეუძლია მოიცან დღევანდელ ოპოზიციურ ძალებს ქართული ოცნებისთვის არჩევნების მოგება რომელიმე დიდი ქალაქის წართმევა, როგორც თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც აი ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყავდა. კი ბატონო, მე სხვათა შორის თქვენი ინტერვიუ ვნახე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ინტერპრეს ნიუსს მიეცით და იქ საუბრობთ ამ რიცხვებზე და საინტერესოა უთხრათ ამ რიცხვების შესახებ მაყურებლებს იქამდე აი კონტრარგუმენტი ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ პარტიებში ერთ-ერთი არის სწორედ ის, რომ ქართულ ოცნებას მისი ყველანაირი რესურსი სწორედ დიდ ქალაქებში აქვს კონცენტრირებული და მობილიზებული. ფიცი წავს მათემატიკა, არითმეტიკა, ციფრები ხო თავისა. ბოლო არჩევნებზე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მოსაგებად, ხომ? 43-57 წააგო პროცენტულად თბილისი, 41-59 წააგო რუსთავი, ყველა დიდი ქალაქი წააგო ფოთის გარდა, ფოთში 51% გაიმარჯვა ძლიობით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ოპოზიციის ძალიან ცუდად შედარებული კამპანიის პირობებში. ამიტომ თუ ჩვენ წინა რიგარში არჩევნებს ვითხოვთ, თუ გამიგია, ხო? ხო არ მეშლება რამე რიგარში არჩევნებს ვითხოვენ საპარლამენტო. ახალ საპარლამენტო არჩევნებს. თუ ყველაფერს იგებს ქართული ოცნება, მაშინ აღარ ის გარეში არჩევნებს. თუ იმის იმედი გვაქვს, რომ ჩემოდებს ჩაალაგებენ, გაიქცევიან და ოპოზიციას ეთქვიან, მოდი თქვენ ჩაატარეთ არჩევნები. ეს არის ბრძოლა, ომი და უნდა შეებრძოლო ყველგან. ბოლო საპარლამენტო არჩევნები მიჩვენებს იმას, რომ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, გარანტირებული არაფერს მოგება არ არის არჩევნებზე, მაგრამ როდესაც გააქვს სერიოზულად მოგებული თბილისი 57-53-ზე, შენ გამოაცხადა, რომ შანსი არ აქვს თბილისის მოგების და ამიტომ არ შეყვალ არჩევნებში, ეს არის დიდი შეცდომა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარ თემაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჭირდება თუ არა მოგება. მე ერთ რაღაცას ვხედავ. ერთადერთი რამე არის ხელისუფლებას რისიც ეშინია. ეს არის გაერთიანებული ოპოზიციის გასვლა არჩევნებზე თბილისში. აი ამის ეშინია. მას არ ეშინია აქციების. არც იმის, რომელიც ახლა ტარდება. და ისიც გადაიტანა, როდესაც 200,000 კაცი იდგა ქუჩაში.
ერთადერთი რისიც ეშინია ეს არის კონკურენტუნარიანი არჩევნები და დღეს რასაც კეთდება ბევრი რამე ეს არის იძულება პარტიებისა რომ ვარი ათქმევინო არჩევნებში მონაწილეობას. აბსოლუტურად სერიოზულად ურჩება შტაბ-ეჭვება თითქოს ეს არ ლოგიკური ნაბიჯები, მაგრამ დაინახეს რომ აი ეს არის სწორედ ერთ-ერთი საკითხი, რომ აი ხალხი ციხეში და ჩვენ არჩევნებზე როგორ წავიდეთ, მაშინ თუ გინდა რომ ოპოზიციამ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და უფრო გაგრძელდეს მასზე ზეწოლა საზოგადოების მხრიდან ხალხი ციხეში, მაშინ ბევრი უნდა დაიჭირო. ბევრი უნდა დაიჭირო, რომ უფრო მეტად მოახდინო ოპოზიციაზე მეტი ბულინგი წავიდეს საზოგადოების მხრიდან, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. რას მოიტანს ეს რო არ მივიდა? ან იმ ბავშვებს რას მოუტანს, ვინ დაკავებულები არიან? ვინმე ხო შეიძლება ეს თქმას? ეს ხო ასე არ არის, როდესაც ასეთი ცრუ მორალისტობა მიდის. ძალიან დიდი ბოდიში, ხო მე იმ პროცესის მონაწილე ვარ, ბევრი რამე დაიწერა ამაზე იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც არ ყოფილა. როდესაც ეროვნული მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, არჩევნების გზით. ზვიად გამსახურდიაც, დოდან ნათაძე და ბევრი ლიდერი 9 აპრილის შემდეგ დაჯდა კომუნისტურ ხელისუფლებასთან. დისიდენტები დასხდნენ კომუნისტურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე. მე მონაწილე ვარ ამ პროცესში. მე ვიცი რა უღირდათ ის ამბავი მორალურად ამ ადამიანს. ბატონო ირაკლი, სულ რამდენიმე წუთით შეგაწყვეტინებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ეგრეთ წოდებული პუფებიც მიიტანეს და კარვებიც გაშალეს. რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეები იქ მივიდნენ მას შემდეგ, რაც 21 წლის მათე დევიძეს შეეფარდა ის განაჩენი, რაც უკვე იცის საზოგადოებამ რომ შეეფარდა. ჩვენი კოლეგა მერაბ მეტრეველი იმყოფება თესეუსთან აქციაზე და ახლა ჩაგვერთვება მერაბი პირდაპირ ეთერში და მოგვაწვდის იქ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას. მერაბ, გამარჯობა, თუ გესმით ჩვენი ხმა და შესაბამისად თუ კი გესმით, გითხარით რა ხდება ახლა უნივერსიტეტთან, რამდენადაც ვრცელდება ინფორმაცია ადგილზე, იყო ხმაურიც, მოკლედ მოგვიყევი შენთან შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია. მოგესალმები, ხედავთ ახლა მე ვიჩემი არა ვიდრე მე გამოსწრეთ კადრის გამოვაჩვენ ხედავთ ახლა რაც ხდება აქ გადაკეტილია ფაქტობრივად 3 უბნის დამაკავშირებელი გზა ვარაზისხევის და გადაკეტილია ჭავჭავაძე გადაკეტილია აი აქეთ მელიქიშვილის მხარეც და შესაბამისად აქ ხმაური ახსენეს მოყვა კარვების გაშლის დადგმის ცდილობას პოლიციამ თავიდან სადაც წინააღმდეგობის გაწევა მაგრამ ნუ შემდეგ უკვე ეს წინააღმდეგობა დიდხანს არ გაგრძელებულა და თქვენ ხედავთ ალბათ კადრში აი აგერ კარვის თავებს ეს კარვები გაშალეს აქციის მონაწილეებმა და აპირებენ აქ ტელეგრამით დაარჩნენ მოუწოდებენ ყველას ვინც ხალხშია და თანაუგრძნობს მათ რომ გამოვიდნენ შეუერთდნენ მათ აქციას მოუწოდებენ რუსთაველზე მყოფ ხალხს რომ შემოერთებოდნენ როგორც ვიცი იქედანაც ბევრი ადამიანი შემოუერთდა უკვე და ნუ ჯერჯერობით აი ასეთი ვითარებაა აქ ადგილზე აქციამ გადმოინაცვლა რუსთაველიდან შეიძლება ითქვას რომ ვაკეს ვერისა და საბურთალოს დამაკავშირებელ ზაგასახარზე აქ პირველ კორპუსთან და ნუ რამდენხანს გაგრძელდება აქ ეს ჩვენ გვახსოვს რომ ერთხელ უკვე იყო აქ გზა გადაკეტილი მაშინ როდესაც აქციები თავიდან იწყებოდა და რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს ყველაფერი აქ მელიქიშვილის ქუჩაზე სწორედ იმიტომ შეიკრიბა ეს აქცია რომ სწორედ აი იმ დროს როცა მელიქიშვილი იყო გადაკეტილი მოხდა ის ინციდენტი რომლის გამოც მათე დევიძე დააპატიმრეს და რის გამოც მათ რის ედავებიან და შესაბამისად სწორედ თავიდან მელიქიშვილი იყო გადაკეტილი და შემდეგ უკვე გადმოინაცვლეს და აქ გადაკეტეს ქუჩა ნუ ასეთი ვითარებაა ამ დროისთვის მადლობა მერაბ, ეს იყო ჩემი კოლეგა მერაბ მეტრეველი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან საუბრობდა, თესეუსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, როგორც მერაბმა გითხრა, გადაკეტილია 3 ქუჩის დამაკავშირებელი გზა, აქცია მათე დევიძის მხარდაჭერია. მე კი დაუბრუნდები ჩვენს სტუმარს, შეგახსენებთ, რომ ირაკლი მელაშვილია ჩვენთან ერთად და ბატონო ირაკლი, აი რადგან პროტესტი ვახსენეთ და კადრში ვხედავთ, რომ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ახლა
თესეუსთანაც მოდით ერთი კითხვა დავსვათ ამ თემაზე. პროტესტის ფონზეც ქართულ ოცნებას 9 წელზე მეტი, ასე ვთქვათ, უწევს ყოფნა ხელისუფლებაში. აი თქვენ მე ინტერპრეს ნიუსთან ინტერვიუ ვახსენე, თქვენი ინტერვიუ ცოტა ხნის წინ და ამავე ინტერვიუში ამბობთ, რომ საზოგადოების წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტ საბოლოო ჯამში განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს თუ ჩავბარდებით რუსეთს. აი რას ხედავთ, როცა დღეს უყურებთ ქართულ საზოგადოებას? აი წინააღმდეგობის იმ ხარისხს თუ ხედავთ საზოგადოებაში, რაც საჭიროა იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ რელსებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი ეხლა რაც არის წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, მინიშნებას აკეთებს მთელი მსოფლიო საზოგადოებისათვის, რომ ჩვენ არ გვინდა რუსულ სამყაროში, ავტორიტარულ სამყაროში ცხოვრება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოთ. მოდით ვთქვათ, ხო, ამ პროტესტმა უზარმაზარი საქმე გააკეთა, ფასდაუდებელი არის ამ პროტესტის წვლილი იმაში, რომ დასავლეთმა დაინახა, რომ ქართველ ერს უნდა დემოკრატია, მაგრამ მეორე მხრივისთვის ვთქვათ, რომ ამ პროტესტმა მიზანს, ანუ რიგარეში არჩევნების დანიშნვას ვერ მიაღწია. ამიტომ სადღაც შუაში ვართ გახირულები. და მე ვფიქრობ, რომ კაფეოთ უნდა ჩამოყალიბდეთ უფრო მეტად პოლიტიკოსებს ეხება ეს ბრძოლის ტაქტიკაზე და ყველაზე ცუდი რაც ხდება ახლა ხელისუფლებას რაც აწყობს არის ის, რომ ხელისუფლება შეიძლება მიაღწიოს იმას, რომ ნაწილმა ოპოზიციის მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ნაწილი არა და ეს არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ხელისუფლებისათვის 2010 წელს. ოპოზიციისთვის ოპოზიციისთვის არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. 2010 წელს რაც მოხდა მიშა სააკაშვილის დროს, როდესაც აი ასე გაყოფილი ოპოზიცია წავიდა არჩევნებზე, ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა, ნაწილი შევიდა არჩევნებში და ამან უზრუნველყო მაშინ გიგი უგულავას გამარჯვება 2%-ით მოიგო. ხო, მაგრამ იმ ოპოზიციურმა ძალებმა, ვინც ბოიკოტი გამოუცხადა ეს არჩევნებს, ბევრად მეტი ხმები მიყვანა შეეძლო, ვერ მოიგებდა გიგი იმ არჩევნებს. ყოველ შემთხვევაში პირველ ტურს ვერ მოიგებდა, მაგრამ აქაც იგივე მოხდება სამწუხაროდ, ჩემი აზრით, აქეთკენ მივდივართ, ამიტომ ყველაზე უპრიანი არის ჩემი აზრით, ეს ჩემი სურვილია. რაღაცაზე შეთანხმება მოხდეს. ანუ თავარზე შევდავთ, გვაწყობს თუ არა ამ თბილისის მოგება. და თუ გვაწყობს, მერე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, როგორ გაგვიყალბებს, ვერ გაგვიყალბებს, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გაგვიყალბოს და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი. თუ ხელისუფლებას არ დაჭირდება გაყალბება, მაშინ ამ არჩევნებზე არავინ არ ეთქვის ქვეყნის გარეთ რომ ეს გაყალბებული არის. მე რატო უნდა შევუწყო ხელისუფლება მოიგოს გაუყალბებლად და მქონდეს მე დასავლეთთან სათქმელი ის რომ ჩემ გარაგინდათ აბსოლუტურად გაუყალბებლად მომდა. ამაში რატო შევუწყო ხელი? თუ უნდა გააყალბოს, მაშინ გააყალბოს. კეთილი, გასაგებია. მადლობა ბატონ ირაკლი, ჩვენთან სტუმრობისა და თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის, იმისთვის რომ დაგვითმეთთ, რომ დაგემშვიდობებით ირაკლი მელოშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, თავისუფალი სტუდიაც დასასრულისკენ მიდის. ამ სტუდიაში კი ბატონო, მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. დღეს დაგემშვიდობებით, მოკლედ ამ სტუდიაში, თავისუფალ სტუდიაში ერთმანეთს უკვე მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.